ჩემი პრობლემა არის ის, რომ ძირითადად საუბრობ იმას, რასაც ვფიქრობ. თუ განიხილავთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას. მინდა ვიყო ბოლომდე გულწრფელი თქვენს პოდკასტში. ჩვენ ვაფინანსებთ სტაგნაციას. შავი ხვრელი არის ფეხბურთი ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. შედეგი არ მაქვს მწვრთნელი. კარუსელი ეს არის ერთი მოჯადოებული წრე. რა არის გამოსასწორებელი თქვენ როგორ ფიქრობთ? ფეხბურთში გვაქვს სოციალიზმი. მომაკვდავი პაციენტი შეერთებული აპარატზე 33 წლის ვიყავი, როცა გამომიძახეს, 33 წლის ვიყავი, როცა აღარ გამომიძახეს. ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით. შეგიძლია გითხრათ კონკრეტულად რა? სამცველიან ტაქტიკაში არ შეიძლება კაცი გაკეთებოდეს შეტევაში თუ სწორად გახარ. მე თქვენ პირადად გაგიშვით სამსახურიდან და არ გაგიშვით პრესკონფერენციიდან. ეს არ არის თქვენთვის მაღალი მიზანი. ამ სტაგნაციის თანამონაწილე ვიყო, ამის мотиваცია არ გამაჩნია არანაირად. ნაკრებს ჭირდება ფსიქოლოგი. ჩემს ნაკრებს ფილოლოგი ჭირდება რა თქმა უნდა, ეს ძვირი ბილეთი ხო? ამას ალბათ თავის ახსნა აქვს, მაგრამ ჩემთვის ამას ახსნა არ აქვს. რატომ იღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ წასულიყავით ირანში? ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს წელი იყო ბოლო. იმის გამო ნერვიულობდი, რომ 80,000 კაცში, ირანელში იჯდა ერთი ქართველი. ერთი ისტორია უნდა მოყვე საბაკვერკველეზე, რომლისგან ნებართვაც კი ავიღე, რომ ეს მე მეთქვა. შეიძლება მე ცოტა დავბერდი, სანიულის არ იყოს. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ფარადს. შეგახსენებთ, რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და დღეს ჩემი სტუმარია ფეხბურთელი გიორგი გველესიანი. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა ნიკა მოწვევისთვის. პირველ რიგში საზოგადოებას რომ უთხრათ შენ შესახებ ამ ეტაპზე რა ხდება შენს კარიერაში დაიწერა ბოლო პერიოდში რომ თქოს დატოვე ირანის ჩემპიონატი კლუბის შეცვლაზე იყო საუბარი აი უფრო დეტალურად შეგიძლია რომ მაყურებელს უთხრა რა ხდება შენს კარიერაში ახლა ომის დაწყების შემდგომ მომიწია გარკვეული პერიოდის პერი წამოსვლა იმიტომ რომ შეჩერდა ჩემპიონატი შემდეგ უკვე მოლოდინი იყო რომ ჩემპიონატი აღდგებოდა, განახლდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, შესაბამისად დავრჩით ისეთ სიტუაციაში, ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ კონტრაქტზე მყოფი ფეხბურთელები ვიყავით, რომლებსაც არ შეგვეძლო სხვაგან გადასვლა, იმიტომ რომ კონტრაქტით დაბრუნებული ვიყავით. თუ სხვადასხვა სიტუაციებში, მაგალითად რუსეთში FIFA-ს გავს სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელებს შეეძლოთ სამხრივად გაეწყოდათ კონტრაქტი, აქ მსგავსი რამ არ მომხდარა, შესაბამისად გარკვეულწილად დაზიანდა ჩვენი კარიერა ამ კუთხით, იმიტომ რომ როცა 4 თვე არ თამაშობ და გიწევს ინდივიდუალურად მომზადება, ეს ბუნებრივია ნებს შენს პროფესიულ მზაობას და შემდეგ უკვე მით უმეტეს შენი საბაზრო ღირებულება თუ ფეხბურთელს შეხვედავთ ისე როგორც პროდუქტს, შენი საბაზრო ღირებულებაც და ზოგადად შენი პერსპექტივა მომავალში ბუნებრივია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ახლა ვიმყოფები თბილისში, ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩასული ირანში, რათა ჩემს არსებულ კლუბთან მოლაპარაკება მეწარმოებინა. კლუბს ვინაიდანაც ამ ომის პირობებში გარკვეული ზიანი მიადგა, ზიანი კონკრეტულად ეხება იმას, რომ ჩვენი კლუბი, საიდანაც ფინანსდება, ეს არის ქარხანა, ძალიან დიდი, პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა სეფაჰან ფულად მობარაკე, ფულად ნიშნავს რკინას, გალვანიზირებული მეტალის წარმოება და დაიბომბა და პრაქტიკულად 2/3 ქარხანა განადგურდა. შესაბამისად კლუბს შეუმცირდა ბიუჯეტი და მოუწია ჩვენთან მსგავს ტიპის მოლაპარაკება, რომ მოდი შენ სამჯერ დაიკელი ხელფასი და დარჩი თუ გინდა თუ არა და მაშინ მოდი მოვილაპარაკოთ. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ვცდილობთ მეგობრულად დაშლას. თუ გამოვა თუ არა და არ ვიცი, მაგას უკვე მომავალი გვანახებს, იმდენად არაპროგნოზირებადია ფეხბურთელის კარიერა. არ შემიძლია დღეს მე თქვენ გადაჭრით რაიმე ხაზგასმით გითხრათ. ანუ ამ მარტივად რომ ვთქვათ, სანამ ის დავარდა სრულდება და მოლაპარაკება უფრო სწორად, მანამდე სამომავლოდ აი სად შეიძლება გიხილოთ რაღაცა მოლაპარაკებასაც ვერ დაიწყებს სხვა კლუბთან. სწორად მიხვდი? კი, სწორად მიხვდით, თუმცა ერთი ესე ვთქვათ, ჭყალებში კოზირი მიჭირავს ის, რომ მე შემიძლია სამხრივად უკვე კონტრაქტის გაწყვეტა, იმიტომ რომ ისე FIFA-ს წესების თანახმად ვადა გადაცილებული დავალენების გამო მე შემიძლია კლუბთან სამხრივად გაწყვეტა კონტრაქტი და შემდეგ უკვე ვაწარმოო მოლაპარაკება ნებისმიერ სხვა კლუბთან. აი ამ ეტაპზე ყოველთვის ხო ფეხბურთელს აქვს ხოლმე შეიძლება კონტრაქტი აკავშირებდეს ან რაღაცა ჯობლად თამაშობდეს, მაგრამ ამავდროულად კონდეს რაღაცა სხვა კლუბებთან ან შემოთავაზება, ან მოლაპარაკება. თქვენ თუ გქონიათ რამე მსგავსი და ასევე აქვე ვიკითხავ, თუ განიხილავთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას.
იცით, მინდა ვიყო ბოლომდე გულწრფელი თქვენს პოდკასტში. არ განვიხილავ საქართველოს დაბრუნებას და მე მაქვს ამისი ჩემი რელევანტური მიზეზები, რატომაც არ განვიხილავ. მე სურდა ჩემი კარიერა დამესრულებინა მაღალ ნოტაზე, მაჟრულ ნოტაზე. და მინდოდა გავსულიყავი სოფლიო ჩემპიონატზე მე ვჯეროდა, რომ ჩვენ შეგვეძლო გასვლა. თუმცა მე როგორც გიორგი ველესიანი ნაკრებიდან გარკვეული მიზეზების გამო აღარ ვიყავი გამოძახებული, შემდეგ უკვე კარიერაში ცოტა როგორ ვთქვათ, ისე არ დაალაგდა ყველაფერი, როგორც მე მსურდა. ეს რა თქმა უნდა ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესია, იმიტომ რომ როცა შენ ნაკრებში ხარ, თამაშობ, შემდეგ უკვე სხვა ნოტაზე ხარ კლუბშიც. იქაც ომი დაემთხვა, სანამ მე ამ კონკრეტულ კლუბთან მოვაწერდი ხელს, 12-დღიანი ომი თუ გახსოვთ თქვენ. და მე როცა უკვე შემეძლო კლუბთან ხელის მოწერა, სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, შესაბამისად მომიწია კლუბის შემოთავაზებას დათანხმება, იმიტომ რომ იმ მომენტში უკვე ბევრი ვარიანტები არ მქონდა, მოლოდინის პროცესში ვიყავი და დავთანხმდი კლუბის ყველაზე, ესე ვთქვათ, ჩემთვის არასახარბიელო შემოთავაზებას და შემდეგ უკვე შესაბამისად მარტივად რომ აგიხსნათ, თქვენ თუ გიხდით X თანხას და სხვას უხდი ორჯერ ნაკლებს, ის X თანხა უფრო ჩემთვის პრიორიტეტია ყოველთვის ესეა. ხო, რა თქმა უნდა, ნაკრებს თავისი პრიორიტეტები გააჩნია, ნაკრების მწვრთნელი თვითონ წყვეტს, ვინ გამოიძახოს, ვინ არა. თუმცა ის ფორმა არ გამოძახებისა და თვითონ ეს სატელევიზიო თუ მედია ინტერვიუები მატჩის წინა თუ ასე შემდეგ, ჩემი გვარი გაჟღერდა რამოდენიმეჯერ. ასაკთან დაკავშირებით იყო ხაზგასმა როგორც მახსოვს. ხო, იცით რა არის პარადოქსულია, იმიტომ რომ ასაკი 33 წლის ვიყავი, როცა გამომიძახეს, 33 წლის ვიყავი, როცა აღარ გამომიძახეს. ანუ და ზოგადად 33 წელზე არ არის. ეხლა თქვენ თუ ჩახედავთ, მგონი ირანმა რეკორდი მოხსნა, ყველაზე ხანდაზმული გუნდი ყავს სოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ რაღაცა ეს პანაცეა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ, გინდა თუ არა, ეს რამდენად სამართლიანია ზოგადად და არის თუ არა 33 წლის ფეხბურთელი ხანდაზმული. ესეც სხვა კითხვა, გააჩნია კიდე მეტაბოლიზმს, გააჩნია ვინ როგორ რანაირად რაწოვნა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალი არის. თუმცა ლოგიკით მესი და რონალდო. ხო, ეხლა ცოტა სხვა დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ და ისინი ცოტა სხვა დონეზე არიან, ბუნებრივია. არა, უბრალოდ ასაკთან იმის თქმა მინდა, რომ ასაკში მყოფ ფეხბურთელსაც შეუძლია თამაში თუ კი, როცა შენ მომზადებული ხარ, თან ყველაფერთან ერთად მე მაქვს ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა, რომელსაც ვკურნალობ უკვე 9 წელია, რომელიც ესე არ იყურნება და მე ამ მუხლს ვუვლი ისე როგორც ვიცი, ცივნიავს არ ვაკარებ, ესე ვთქვათ. ანუ ეს ჯაფა, რაც მე ამ ჯანმრთელობისთვის მაქვს ჩადებული, ჩემი ფიზიკური მომზადებისთვის, ჩემი მზადყოფნისთვის, რომ ინდორზე გავიდე, ის კილოგრამობით ტკივილგამოყუჩებლები, რაც მე მიღებული მაქვს ამის დასაცხრობად, ცოტა მენანება ესე ხელდასმით გადასაგდებად. ხო, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად გულდასაწყვეტი, თუმცა თვალინ გაუსწორო რეალობას, ხო? მე მინდოდა ბოლომდე მებრძოლა. უბრალოდ და დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. მე მჯერა კვლავ ამისი, რომ ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით, იმიტომ კი არა, რომ მე ან ვინმე სხვა არ გამოვიძახით, არა, უბრალოდ ჩვენ რაღაცები აურდაურიეთ და ამის უფლება არ ქონდა. ხო, და შესაბამისად შეიძლება გითხრა კონკრეტულად რა. ჯერ დავასრულებ ჩემს საქმეს და მე შემიძლია გითხრა, ბუნებრივია. იცით, გარკვეულწილად რაღაცა არსებობს, როცა გამართლების ფაქტორი ფეხბურთში ხომ არ შეგვიძლია ჩვენ მივაწეროთ ყველაფერი გამართლების ფაქტორს. ჩვენ გარკვეულწილად დავიმსახურეთ ის წარმატება, რაც ჩვენ დავიმსახურეთ და წარმატებას შესაძლოა მოყვებოდეს კრიზისი და წარმატებლობა ბუნებრივია. თუმცა რაღაცებს როცა უკვე არასწორად კეთებას იწყებ, მაგალითისთვის გადააწყობ ტაქტიკას, მიზეზად მოყავს ის, რომ მაგალითად შეტევაში შენ კაცი გაკლდება სამცველიან ტაქტიკაშიც არის ძალიან პროფანული შეფასება. იმიტომ რომ სამცველიან ტაქტიკაში არ შეიძლება კაცი გაკლდებოდეს შეტევაში თუ სწორად გახარ შეტევაში. შესაბამისად მე ისე მოგვიწია ისევ სამცველიან ტაქტიკაზე გადმოწყობა. ანუ იმ მომენტში და იმ სიტუაციაში, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა ის ტაქტიკა და ის მონახაზი და ის მიდგომა,
რაც ჩვენ მანამდე ქონდა, რამაც წარმატება მოიტანა, რაც არ იყო გადაბერებული და რაც არ იყო დრო მოჭმული, ხო, რაღაც ესე ვთქვათ, ემპირიამ გამოაჩინა, ზოგადად ჩვენმა გამოცდილებამ გამოაჩინა ის, რომ არ გაამართლა, ხო, ამ გადაწყობამ. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? და შეიძლებოდა თუ არა უკეთესად. ეხლა ეს ძალიან აბსტრაქტული საუბარი და მსჯელობა. თუმცა მე ჩემი აზრი გამაჩნია ამასთან დაკავშირებით და იცი რა არის, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთი ესე მარტივად არ დაიყვანება რაღაც დეტალებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა თუნდაც ჩემი მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ აი როცა მე თქვენთან მაქვს პირდაპირ ურთიერთობა და მე თქვენ ესე ვთქვათ, თქვენ მინუსებზე თუ თქვენ პლუსებზე პირდაპირ გესაუბრებით და არ მიწევს პრესკონფერენციიდან საუბარი, ან თუ მე თქვენი გაშვება მინდათ სამსახურიდან, მე თქვენ პირადად გაგიშვებთ სამსახურიდან და არ გაგიშვებთ პრესკონფერენციიდან. ეს რაღაც ჩემთვის ემოციური ბმა არის მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის. მე ყოველ შემთხვევაში მის ადგილს ესე მოვიქცეოდი. ეს არ გეგონოთ, რომ წენით ნათქვამია, უბრალოდ ყველა თავისებურად იქცევა სხვადასხვა სიტუაციებში, მაგრამ აქვს ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო, შესაბამისად ხა რაც უკვე წასულია და რაც უკვე დასრულებულია, იმაზე მსჯელობას აზრი არ გააჩნია არანაირი. ამიტომ მომავლისკენ უნდა იყურებოდეს ბუნებრივი ნაკრები და ამ მომავალში ჩემი ადგილი არ არის. და ეს უკვე შეგუებული ფაქტია. და რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც უნდა მაქსიმალურ მიზნებისთვის ბრძოლა. არ ვაკნინებ საქართველოს ჩემპიონატს, თუმცა ის мотиваცია და ის ცეცხლი, როცა აღარ გამაჩნია, როცა რაღაცა ძალიან დიდისთვის არ ვიბძვი, უკვე მცირე მიზნებისთვის ბრძოლა არ მინდა. სხვა ფეხბურთელები არსებობენ ისეთები, რომლებსაც სჯერა და სწამთ, რომ ბოლომდე უნდა გამოწყურონ თავიანთი რესურსი, ბოლომდე უნდა იყვნენ სადამდეც შეუძლიათ. მე ესე არ ვფიქრობ, ეს ჩემი პოზიცია, არ ვამბობ, რომ ეს აპრიორი სწორია, თუმცა მე ესე ვარ და წერტილი. ხო და შესაბამისად არ არის გამორიცხული თქვენ მე მიხილოთ სადმე, მაგრამ არ გეგმავ დღეს და ხვალ ამას არ გეგმავ. აი საქართველოს ჩემპიონატზე ახლა თქვენ რაც თქვით, გასაგებია, ბევრ ფეხბურთელს, ქართველსაც, არაქართველსაც, პირად საუბრებში, არაპირად საუბრებშიც ვთქვამთ, რომ რა თქმა უნდა, ლოგიკურიც არის, ურჩევნია უფრო მაღალი მიზნებისთვის და ბრძოლა. მაგრამ ასევე მომისმენია გულშემატკივრისგან ესეთი დამოკიდებულება, რომ აი გამოცდილი ფეხბურთელები არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და ეროვნებას ამ შემთხვევაში ქართველი იქნება, უცხოელი იქნება, თუ ჩამოვა საქართველოს ჩემპიონატში და ითამაშებს რომელიმე კლუბის ესე ვთქვათ მაისურით, კი, ეხლა ის მდგომარეობა, რომ მხოლოდ იბრძვიან ძირითადად ბოლო წლები რო ავიღოთ, ხო, ვერ გავდივართ ევროტურნირებს და ერთ-ერთი ესე ვთქვათ მაღალი მიზანი რაც არის საქართველოს ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ეგეც უკვე ბევრს აღარც მიაჩნია რაღაცა წარმატებად, ხო? მაგრამ აი თუ გვეყოლება გამოცდილი ფეხბურთელები და დაისახავენ მიზნად, რომ აი მაგალითად ვამბობ, რადგან თქვენ ახლა დინამო თბილისში თამაში გამოცდილება გაქვთ, უბრალოდ მოვიყვან დინამო თბილისის მაგალითს, რომ აი დინამო თბილისთან ერთად მე გავიდე ჩემპიონთა ლიგაზე, მაგალითად ჯგუფურ ეტაპზე. ეს ასე ვთქვათ არ არის ამ შემთხვევაში თქვენთვის თუნდაც მაღალი მიზანი, რომ აი დინამო თბილისთან ერთად ან რომელიმე სხვა კლუბთან ერთად ეცადოთ ევრო ასპარეზზე გასვლას. სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ბევრად რეალისტური მიზნად მიმაჩნდა მე იმ მომენტში, ვიდრე თქვენი მოყვანილი მაგალითი მიმაჩნია მიზნად. დინამო თბილისთან მე ჩემი სენტიმენტები და ჩემი მოგონებები მაკავშირებს და თუ რაიმე სახის მიზიდულობა გამაჩნია რომელიმე კლუბთან, ეს არის დინამო თბილისი, ბუნებრივია. რა თქმა უნდა, მას წარმატებებს უსურვებ და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება თუ ისინი მოახერხებენ მოხდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ალბათ ეს დროს დადგება. თუმცა ჩვენ ალბათ ამ საუბარში განვავრცობთ თუ რატომ არის ეს ნაკლებად სავარაუდო და რატომ განიცდის სტაგნაციას ქართული ფეხბურთი და ამ სტაგნაციის თანამონაწილე ვიყო, ამის мотиваცია არ გამაჩნია არანაირი. მირჩევნია ვიკითხო წიგნები და მე ამ წიგნების ანალიზს უსმინო, ვიდრე რაღაცა უმიზნო საქმე ვაკეთო და იმაში ფული ავიღო. იმედია სწორედ გამიგეთ. გასაგებია. ანუ თქვენი მაშინ მოდი ესე გკითხავთ, თქვენი ამ გამოცდილებით
თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის ვიანში თამაშის ან აკრებში ასე შემდეგ, აი რაც დაგიკროვდათ ეს საფეხბურთო გამოცდება და თქვენი შეხედულება გაქვთ ხო, აი ყველა მიმართულებით და რა ინფორმაციაც გაქვთ, არ ვიცი რამდენად ხშირად უყურებთ ან აკვირდებით საქართველოს ჩემპიონატს, მას შემდეგ რაც წახვედით საქართველოს ჩემპიონატიდან, მაგრამ აი თქვენი დაკვირვებით რა აკლია ყველაზე მეტად საქართველოს ჩემპიონატს და რაზე არის სამუშაო, რომ არ იყოს ასე ვთქვათ უკუსვლა და იყოს პირიქით წინსვლა. რომ ფეხბურთელებს ჰქონდეთ ამ ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი. რა არის გამოსასწორებელი თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი კითხვა არის ძალიან ვრცელი. ანუ აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი მაშინ ზოგადად ეკონომიკური მოწყობიდან. ანუ აი პირობითად რომ მავიღოთ ქვეყანაში გვაქვს გარკვეულწილად ნეოლიბერალური ველური კაპიტალიზმი, მაგრამ ფეხბურთში გვაქვს სოციალიზმი. გულისხმობ რას, რომ ჩვენ გვყავს მომაკვდავი პაციენტი შეერთებული აპარატზე, გულისხმობ დაფინანსებას, რომელსაც იღებს სახელმწიფოსგან, თუ არ ვცდები ფეხბურთის განვითარების ფონდისგან. და ეს დაფინანსება გახლავთ 2016 წლიდან გონი 5 წლიანი და შემდეგ გაგრძელდა, შესაძლოა მეშლებოდა თარიღები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. და ეს ფინანსები რეალურად მიმართული იყო იქითკენ, რომ ფეხბურთი განვითარებულიყო, მაგრამ რეალურად ჩვენ ვაფინანსებთ სტაგნაციას და ხა მსმენელი დასვამს შეკითხვას, რომ აბა რა ვქნათ, მაშინ მოკლათ ფეხბურთი. თუ ფეხბურთს შეხედავთ ისე, რომ ეს არის ბიზნესი, მაშინ თუ ნებისმიერ სხვა ბიზნესში ბაზრის უხილავი ხელი არეგულირებს ადამ სმიტის ყველაფერს, ფეხბურთში ჩვენ გვაქვს სოციალიზმი ამ კუთხით. ხო და გასაგებია, რომ ბიზნესისთვის ეს არ არის რენტაბელური და არამომგებიანი თემაა. თორემ ვერავინ ვერ დაასწრებდა დამერწმუნდეთ აი მონოპოლისტებს, სხვადასხვა ტრანსნაციონალურ კომპანიებს, სხვა პირობითად ჯორჯიან კაპიტალს ეყიდა დინამო თბილისი ან ნებისმიერი სხვა კლუბი. რა თქმა უნდა, გვაქვს ერთეული გამონაკლისები პირობითად ტორპედოს სახით, რომელსაც მადლობის მეტი რა გვეთქმის ბატონ დავით კერესელიძესთან, რადგან აფინანსებს და ჩათვალა საჭიროდ, არ ვიცი, რა მონაგები აქვს თუ არა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იგი და რომან ფიფია, რომლებიც სხვები არ ვიცი და მამაპატიონ თუ ვინმე გამორჩა, იმიტომ რომ გათვითცნობიერებული არა ვარ მათ ეკონომიკურ საქმიანობაში. ესენი აკეთებენ საქართველოს ჩემპიონატისთვის რეალურად კარგ საქმეს, მაგრამ მაინც სტაგნაცია გვაქვს და ეს უკვე დროში გაირკვა. თუ ვინმე 2016 წელს ჯეროდა, რომ ვიცი რა, აი აქედან გამომდინარე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი განვითარდება, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ვერ გავაკეთებთ გათვლას დამსწრე ტრიბუნებს, ხო, ან ჩვენ ვერ გავავსებთ. ძალიან გაგვიჭირდება გავავსოთ. გაყიდული ბილეთებიდან კლუბმა ხეირი იმნახო ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბაზარი ძალიან პატარა არის. ძალიან რთულია ასევე ტელევიზიებს გადავახდინოთ ის რესურსი და ის ფინანსები, რომლითაც შესაძლოა კლუბები შევინახოთ. ჩვენ არ ვუკრძალეთ სათამაშო ბიზნეს, გემბლინგს და ბეტინგს შესაძლოა ტელევიზიით რეკლამა, თუმცა ეს რაღაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ვიტრინაში დადებული ეს აჭარაბეთ არენა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და არ ვიცი წაკითხე წარწერები სავარაუდოდ გააჩნიათ ხო მაისურებზე, ეს მივართვით ლანგარით. თუმცა ჩვენ ვფიქრობ, რომ გამოსავალია ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ხო, ხა ეს ჩემი მხრიდან მსჯელობა და კრიტიკა ადვილია, გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოდელი შესაძლოა უხეშად ჟღერდეს, როცა მე ვამბობ აპარატზე შეერთებული პაციენტია, მაგრამ ეს ესეა და რეალობას თვალიდან გავუსწოროთ. ეს მოდელი არ ამართლებს. ჩვენ როგორღაც თუ ნებისმიერ სხვა პირობებში ბიზნეს უხილავი ხელის პრინციპით ვარეგულირებთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა აი ეს ადამ სმიტის თეორია გაგორცელებინა ფეხბურთზე. და რაც იქნება, მოკლედ. შესაძლოა ასევე ჩვენ პირობითად ხა ეს მე ეკონომისტი არა ვარ, რომ ეს ყველაფერი განსაზღვრო, მაგრამ როდესაც ქვეყანაში შემოდის გარე ინვესტიციები, პირობითად იგილ-ჰილსი და დებს რაღაც ინვესტიციას, შესაძლოა იქ შენ იცი რა ბიზნესის დავალდებულება გინდა თუ არა შენ კლუბი შეინახე, როგორც ხა ეს ირანში ხდება მაგალითად, ეს არასწორია, გასაგებია ბიზნესის თავისუფლებას უგულებელყოფს, თუმცა მოგების გადასახადიდან შენ თუ ამას დაუქვითავ, ხა მე ამას პირობითად ვამბობ, შესაძლოა ეკონომისტებისთვის სასაცილოდ ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არ ამგონია რომ ეგეთ სასაცილო იყოს. ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად დავავალდებულოთ ისინი რაღაცის სანაცვლოდ, ხო? ანუ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ ჩვენი დოტაციით ფეხბურთს ვერ შველით, უბრალოდ არ ვკლავთ და შესაძლოა არც მოკვდეს
ეს უბრალოდ მაგალითისთვის ვთქვათ რა, შესაძლოა ჩვენ გავაკეთოთ ინკუბატორი ნიჭიერი ტალანტებისა. ეს ტალანტები თუ მაგალითად ჩვენ დავკარგეთ ტალანტი წერაში, დავკარგეთ ტალანტი სიმღერაში, გულისხმობ ახალ შემოქმედებებს კინოინდუსტრიაში თუ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი ფილმი, ძალიან ბევრი შედევრები, ფეხბურთში კვლავ იბადებიან, რაც უნდა საკურველი იყოს კოლექტიური ხვიჩაკვარაცხელიები. და ეს ხვიჩაკვარაცხელია უნდა ამოვიდეს არა 10,000-ში 1, არამედ 1000-ში 1-იც რო ამოვიდეს და პირობითად ზურიკო დავითაშვილი რო ამოვიდეს 1000-ში 5 და კლუბმა რო გაყიდოს ეს გარკვეული თანხის ანაცვლოდ, ვფიქრობ, რომ ეს ინკუბატორი პოლიტიკა უკეთეს იქნებოდა ჩვენთვის, ვიდრე ეს და სახელმწიფოსთვისაც ხომ დამატებითი ტვირთი ჩვენ არ ვართ ძალიან მდიდარი სახელმწიფო როგორც არის კატარი, დუბაი, პირობითად თუნდაც ირანი. ირანი ინდუსტრიული სახელმწიფოა და ირანზე შეგვიძლია ასევე ძალიან ბევრი ვისაუბროთ, იქ როგორი მოწყობაა და რატოა და კარგია თუ არა და რა მინუსები აქვს იმას, მაგრამ ამ ეკონომიკურ მოწყობაში სადაც ის გაღებული მილიონები სახელმწიფოსთან თან ეს მილიონები არის გადასახადების გადამხდელი ფულიდან ამოღებული და მე უკვე ხელფასებზე, იდეაში ხელფასებზე განაწილებული, ხო, იმიტომ რომ სახელმწიფო ბუნებრივ ფონდიდან აღებულ თანხას გულისხმობ. კი, ფონდიდან აღებული, ფონდში თანხა საიდან ჩდება თქვენი აზრით? ხო. სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს ფული საიდან აქვს? მოქალაქეების გადასახადები. აი პირობითად მე ძალიან მინდა რომ ფეხბურთი დავაფინანსო, მაგრამ თქვენ არ გსურთ ფეხბურთის დაფინანსება. რამდენად სწორია მე გამკარგო თქვენგან ამოღებული ფული და გინდა თუ არა მიმართო ფეხბურთისკენ, როცა შემიძლია სხვადასხვა სოციალური პროექტისკენ მიმართო, პენსიის გაზრდისკენ მიმართო, ნებისმიერი სხვა რამისკენ მიმართო, რაც რეალურად სოციალურ თემებს ეხება. იმიტომ რომ ჩვენ ვაფინანსებთ სტაგნაციას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თქვენ გიყვართ ფეხბურთი და რა თქმა უნდა არ გინდათ რომ გავუქმდეს ფეხბურთი, არც გავუქმდება ფეხბურთი. იმას არ ნიშნავს რომ სახელმწიფო ხვალვე უნდა გავიდეს აქედან. სახელმწიფო უნდა იპოვოს გასაღები იმისა, თუ აი ეს ხალხი, რომლებიც რეალურად ამ კაპიტალის მფლობელები არიან და ამ კაპიტალს კიდევ უფრო მეტ მონოპოლიზაციას უკეთებენ და მეტად მდიდრდებიან, მათ ინტერესი გაუჩნდეთ რაიმე სახით მონაწილეობას. ასევე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ ქვეყანაში არ ვაკრძალავთ თამაშს და ლუდომანიისკენ მიდრეკილება ზოგადად კაზინოებს ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მათ უფრო სხვანაირად და სხვა ფორმით დავავალდებულოთ კლუბების შენახვა, იქნება წილის ყიდვა, იქნება გარკვეული შეარით, მხოლოდ და მხოლოდ რეკლამით არ შემოვიფარგლოთ. მე არ ვიცი შესაძლოა ისინი სხვა რაღაცებს აფინანსებენ, თუმცა მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. ხო, ხა ბავშვთა ფეხბურთი რაც უცბად თვალში მოხდა და თუნდაც ფონდის ნაწილი ფონდთან დაკავშირებით დღემდე კრიტიკაა, არა მარტო გულშემატკივრის მხრიდან თვითონ ასე ვთქვათ კლუბის წარმომადგენლებიც ამბობენ რომ თავის დროს 2016 წელს როდესაც შეიქმნა გადაარჩინა ესე ვთქვათ რაღაცა აი ეს როგორც თქვენ ამბობთ აპარატზე იყო შეერთებული და რაღაცა პირველი მუხტი მისცა თუმცა დღეის მდგომარეობით უკვე ეს კლუბიდან შემოსული პროფესორად ფონდიდან შემოსული თანხები განსაკუთრებით პირველ ლიგა უმაღლეს ლიგაში ანუ არანაირად დამატებით რაღაცა სარგებელი არ არის მათთვის, ანუ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მათთვის, იმიტომ რომ თვითონაც როგორც ამბობენ კლუბის წარმომადგენლები, ძირითადად ის თანხა თუ არ ხდება 600,000 იღებს თითო კლუბი, შემდეგ 600,000 თუ დაამატებს კლუბის წარმომადგენელი, ისე 600, ანუ სადღაც მაქსიმუმი არის 1,200,000 და შემდეგ ეს ყველაფერი რაღაცა ხელფასს როდესაც უხდიან, ან 20%-ის სახით უკან უბრუნდება სახელმწიფოს, ესე რომ ვთქვათ. ძირითადად უფრო მეორე მესამე ლიგის გუნდებს უფრო ეხმარება, ასე ვთქვათ, ეს ფონდის თანხა. თუმცა ყველასთან ხდება იმაზე, რომ ფონდის მუშაობა შესაძლებელია, სანამ რაღაცა ინვესტორი გამოჩნდება ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ეს ინვესტორებიც ახლა აი პრეზიდენტები რომ მოდიან, ყოველთვის ვესაუბრები და ვეკითხები ხოლმე, რომ აი ყველა ხელმძღვანელი დარწმუნებული ვარ დღემდე რაც არ უნდა შემოსავალი კონდეს კლუბს ყოველთვის ცდილობს რომ შეიძლება მეტი პარტნიორი ყავდეს ხო მარტო ბევრი სპონსორი ყავს და ასე შემდეგ ყველას პრობლემა აქვს არ აინტერესებთ ფეხბურთი თან აი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას უფრო სხვანაირი იმედები ჰქონდა რომ რაღაცა ეს დაიძრა ხო ბავშვთა ასაკიდან დაწყებული ყველა ჩაერთო ამ საფეხბურთო იმაში და თითქოს საქართველოს ჩემპიონატსაც ეშველებოდა რაღაცა ბევრი თანხები ყოველ შემთხვევაში ინტერესი გაჩნდებოდა თუმცა
სამწუხაროდ დღემდე ბიზნესის მხრიდან დაინტერესება ისეთი არ არის ყოველ შემთხვევაში როგორც უნდა იყოს და ბავშვთა ფეხბურთზეც რაც თქვით ეგრეა ბევრი გამოსავალს ამ ყველაფერში ხედავს ბავშვთა ფეხბურთში ერთი განსხვავებით რომ ნიჭიერი ბავშვების შენარჩუნება უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ანუ ძალიან ხშირია ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში რომ კარგი ფეხბურთელია მაგრამ სწრაფადვე ტოვებს საქართველოს ჩემპიონატს ისიც მესმის რომ რაღაცა როდესაც უკეთეს კლუბში მიდიხარ ტოპ 5 ჩემპიონატში მაგალითისთვის ფეხბურთელისთვის რა თქმა უნდა ხა რთულია უთხრა რომ არ წახვიდე მაგალითად ვამბობ მაგრამ ისიც არის რომ უნდა შეინარჩუნო ვიღაცამ ხომ უნდა მოგაგებინოს ეს გაგიყვანოს ასე ვთქვათ ჩემპიონთა ლიგა იქნება კონფერენს ლიგა იქნება თუ რაღაც ნებისმიერ ევრო ტურნირზე რო გახვიდე ამიტომ რაღაცა შუალედია მაგ ამბავში დასაჭერი ჩემი აზრით რა რომ არც უნდა დააზარალო ფეხბურთელი რო არ გაუშვა მაგრამ ისეც აქაც უნდა გამოიყენო ესე რო ვთქვათ მალევე არ უნდა მოხდეს მისი გაშვება და თქვენს კითხავთ ახლა ხშირად არის ხოლმე აი გულშემატკივარს ესმის თუ მიდის საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი ტოპ 5 ლიგაში მაგრამ აი როდესაც მიდის სხვა ცოტა დაბალი ჩემპიონატში ან ევროპულ ჩემპიონატში სათამაშოდ ყოველთვის უჩნდებათ კითხვა აი რატო მიდიან სხვა ჩემპიონატებში აი თქვენ შემთხვევაში თავის დროზე 10 წლის წინ ხო ახლობით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება რომ წასულიყავით ირანში და შემდეგ კითხვას დაგისვენ მაინტერესებს რა განსხვავება დაგხვდათ იქ რო ჩახვედით საქართველოსთან საქართველოს ჩემპიონატიდან ირანის ჩემპიონატში ჯერ თქვენ პასუხს გამოვეხმაურები ზოგადად კაპიტალი გაურბის შავხრელს და ეს შავი ხრელი არის ფეხბურთი ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იმიტომ რომ ეს აქ არ არის შესაბამისი ამონაგები და ბუნებრივი გაურბის კაპიტალი არის დათვლადი ზოგადად დათვლადია რატო უნდა ჩადოს ისეთ რამეში ფული სადაც ამონაგები არ აქვს შესაბამისი და თუ ბავშვთა ფეხბურთზე საუბრობთ ბავშვთა ფეხბურთი კიდე ძალიან შორს ჭრეტელი გეგმებით რთულია გათვალო იქ მე 18 წლის ხდება ის სრულწლოვანია თვითონ იღებს გადაწყვეტილებას შემხოლოდ და მხოლოდ კომპენსაციაზე ხარ დამოკიდებული როგორც ვიცით რთულია მოკლედ ამის შენარჩუნება და ის თქვენ სწორი თქვით რომ რა თქმა უნდა სადღაც ამ ბავშვმა უნდა ითამაშოს და ხმალი გამოიჭედება იმაში ხო რაღაცა ჭახაჭუხში და არა რაღაცა რბილ მასაზე შეხებით და შესაბამისად ძლიერი ლიგა ჩვენ გვჭირდება იმისთვის მაგრამ ძლიერი ლიგა არ გვაქვს ესა ფაქტია აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ რაღაცები ფუნდამენტურად გვაქვს შესაძლებელი რაც შეეხება ჩემ ისტორიას ნახეთ მე იმ მომენტში სხვა არჩევანი არ მქონდა მე ვიყავ 25 წლის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშე ამაზე ბევრი მილაპარაკე და კიდევ ერთხელ არ გავიმეორებ იმ მომენტში მე სხვა არჩევანი არ მქონდა დღევანდელი ირანის ნაკრების მწვრთნელი ამიღალენოი ჩამოსული იყო საქართველოში ჩემი თამაში ნახა შემომთავაზა რომ ჩავსულიყავ და მე ნახა იქაური სიტუაცია ჩავედი ნახე კარგი სიტუაცია და მომეწონა მე არ ვიცოდი თუ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამხდებოდა საფეხბურთო დონეც მომეწონა და შემდეგ უკვე მოდი ვცადოთ მოდი იყოს ეს წელი ბოლო სულ ეს 10 წლის განმავლობაში ეს წელია ბოლო ენის სწავლა პირველი 7 წელი ამიტომ გამიჭირდა რომ ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს წელი იყო ბოლო და არასდროს არ მიცდია რომ მოდი რატო ვისწავლო ენა როცა ეს წელია ბოლო ან ბოდიში ბოლო ანუ ფიქრობდით რომ სხვა კლუბში გაგრძელოთ კი ან დაბრუნდები სხვაგან წავალ ეს წელია ბოლო ესე ვიყავი და თან მიჭირდა მარტო ვიყავი თქვენ შესაძლოა სოფლიოს საუკეთესო ადგილას იყოთ მაგრამ მარტო იყოთ და მარტო როცა ხართ საკმაოდ რთულია სადმე მარტო ცხოვრება მით უმეტეს თუ ოჯახი ყავთ შვილები ყავთ მეც მარტო ვიყავი და თან საუკეთესო ადგილასაც არ ვიყავი სოფლიოში შესაბამისად არ იყო ეს მარტივი და მაგრამ იყო ძალიან დიდი ცხოვრებისელი გამოცდილება რაც შეეხება ხა ირანს თუ კიდე შემდეგ კითხვაში განვარცხოთ უკვე და შევადაროთ აი მე მაინტერესებს ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ფეხბურთელებს აი როდესაც საქართველოს ჩემპიონატიდან მიდიხარ არ გულისხმობ რაღაცა გარემო პირობებს და ცხოვრების რაღაც წესთან შეგუება იქ ენას ამას არ გულისხმობ აი საფეხბურთო თვალსაზრისით რა
უცხორა იყო თქვენთვის. აი ბევრს უთქვამს, რომ მაგალითად პირველად უთქვამ ჩასვლისთანავე რაღაცა ფიზიკურ მომზადებაზე გაუკეთებიათ აქცენტი, ასე საქართველოს ჩემპიონატში არ იყო. ბევრს რაღაცა კვებაზე გაუკეთებია აქცენტი, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ნუტრიციოლოგი და უშუალოდ ვინ იყო, რას აკეთებდა, ზოგს რაღაცა ინფრასტრუქტურაზე გაუკეთებია აქცენტი. ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ცოტა ძვრები არის საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ აი თქვენ მაგ იმ დროს რო ჩახვედით, აი რა განსხვავება იყო, აი უცბად თბილისის დინამოდან და საქართველოს ჩემპიონატიდან ჩახვედით, აი როგორც ფეხბურთელისთვის, ყოველდღიურ აი საფეხბურთო ნაწილს გულისხმობ მხოლოდ. წმინდა ტექნიკურად თუ მეკითხებით, განსხვავება იყო რა თქმა უნდა ძალისხმიერი თამაში ირანში გაცილებით, ფიზიკური მომზადება სხვა დონეზე აყვანილი და თქვენ თუ შეხედოთ ირანის ნაკრების თამაშებს, იქ 80% შესაძლოა ოდნავ ნაკლებიან, ოდნავ მეტი თამაშობს ეროვნული ჩემპიონატიდან და ის ფეხბურთელები როგორც ხე ბელგიის წინააღმდეგ დარბოდნენ, ისევ დარბიან ეროვნულ ჩემპიონატში და ამ ეროვნულ ჩემპიონატში როცა ესწრება 80,000 და 60,000 და ხანდახან 90,000 ადამიანი, იქ უნდა იბრძოლო და მოკლედ ეს ბრძოლა იყო ძირითადად ის ხასიათის გამოვლენა. აქ საქართველოს ჩემპიონატში როცა მე ვთამაშობდი ცარიელი ტრიბუნების წინ და არანაირი წნეხი არ მქონდა არსაიდან და არც პირობითად მრავალი $1000 ბედი წყდებოდა პრემიის სახით იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახით. იქ უკვე სხვა დონის დაძაბულობა გაქვს და ირანში შენადგილას ძალიან ბევრი ადამიანი უმიზნებს. ეხა იცი რა არის ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ 5 ლიგაში თამაშობენ და აბა იმათმა რა თქვან მაშინ ბუნებრივი იმათმაც იგივე უნდა თქვან, ანუ უფრო მძაფრად თქვან, მაგრამ აქაც ესე იყო, ჩემთვის იმ მომენტში ესე იყო და შესაბამისად ეს წნეხი ძალიან დიდი იყო. ხო და თავდაპირველად გამიჭირდა აი ამ სიტუაციასთან შეგუება, იმიტომ რომ არ ვიყავი მიჩვეული სავსე ტრიბუნებზე თამაშთან. ირანის სავსე ტრიბუნები დამერწმუნეთ რომ განსხვავდება საქართველოს სავსე ტრიბუნებისგან, იმიტომ რომ ის ყიჟინა და ის ღრიანცალი თუ რაც ქვია ქართულად მაპატიეთ თუ სწორად ვერ წარმოვთქვამ, რა ტრიბუნებიდან მოდის ეს გუგუნი სრულად განსხვავებულია ჩვენთან უფრო მაინც ასე თუ ისე წყნარს ვერ დავარქმევდი, მაგრამ აი თანმიმდევრული ხმები მოდის, ეს მოგუდული ხმები მოდის თანმიმდევრული და იქ მოდის ამ საყვირების საკუთარი ხმა არ გესმის, აი მსგავსი სიტუაცია ირანში და თავდაპირველად ძალიან ვინერვიული და სტრესირებული ვიყავი. თუმცა დრო და დრო მერე შევეგუე ამ ყველაფერს. ერთი რაღაც გამახსენდა ხა ვიღაცამ დამისვა კითხვა, რა არის შენთვის, რა განსხვავება იქ თამაშსა და აქ თამაშს შორის, მაგალითად ნაკრებში და მახსოვს, როცა ერთი ადამიანი, რომელიც მუშაობდა საელჩოში, ქართველი, მთხოვა ბილეთი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაც ქართველი უნდა მოსულიყო ჩემ თამაშზე, მაგამდე ფერეიდნელები დადიოდნენ ხოლმე. და მე უკვე სახელიანი ფეხბურთელი ვარ იქ და არასდროს აღარ ნერვიულობ უკვე სავსე ტრიბუნების წინ. ამ ერთ ადამიანს რომ ვიცოდი რომ უნდა მოსულიყო თამაშზე, რადგან ქართველი იყო, არ ვიცი, დამეწყო ფეხის კანკალით გახურებიდანვე. იმის გამო ნერვიულობდი რომ 80,000 კაცში ირანელში იჯდა ერთი ქართველი და იმ ქართველს უნდა ეყურებინა ჩემთვის ის ფეხბურთში აბსოლუტურად ვერ ერკვევა, მაგრამ მაინც მან ჩემზე კარგად უნდა იფიქროს. რაღაცა ესეთი ის შევნიშნე ჩემ თავს და ვერ გადავლახე 90 წუთი ეს ნერვიულობა, ეს იყო ესტეგლალი პერსეპოლის დერბი იყო, ძალიან დიდი თამაში. საბოლოო ჯამში აღმოაჩინე რომ ეს ბიჭი საერთოდ ვერ შემოვიდა სტადიონზე, ადგილი აღარ იყო უბრალოდ. ტყუილავი ნერვიული. ანუ ეს განმარტავს ჩემ დამოკიდებულებას ზოგადად საქართველოსადმი და ქართველი გულშემატკივრებისადმი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, აი მანდ მივხვდი. რამხელა განსხვავებაა ჩემთვის, აი სულ ერთია 80,000 კაცი, როცა პირობითად გაგინებს, ესეთი იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება ხოლმე. თუმცა მაგალითად პენალი მაგ აფუჭებული ცხოვრებაში ერთხელ და ეს პენალი გავაფუჭე ზუსტად 80,000 კაცის თვალწინ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დამსახურებულად მივიღე ის ღვარცოფი გინევისა. თუმცა ამაზე რეაქცია არ მქონია, მაგრამ აი ერთი ქართველი რომ უნდა მოსულიყო და ვერ მოვიდა, თუმცა მე მეგონა რომ მოსულიყო, მე მაგაზე ნერვიულობდი. აი კიდევ ერთ საინტერესოს თვითონ ტემპი გასაგებია გულშემატკივრის ყველას უჭირს ხოლმე, არა მარტო რაღაცა თუ ჩემპიონატში თვითონ აი პირველი ეტაპის როდესაც თამაშებია ხოლმე საკვალიფიკაციო ეტაპის ევროტურნირების, იქაც სტუმრად რო ჩადიან, იქაც რო ხდებათ ამდენი გულშემატკივრი ფეხბურთელებს უჭირთ ხოლმე. ეს არაერთხელ უთქვამთ ჩემ პოდკასტშიც და სხვაგანაც. გარდა ამისა თუ იყო აი მაგალითად
ტემპში რაღაცა სხვაობა, საჯების დამოკიდებულება, იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატში აი ყველა მიმართულებით არის კრიტიკა გულშემატკივრის მხრიდან, ყველა მიმართულებით ფიქრობენ, რომ არის სამუშაო იქ რაღაცა ფინანსური ნაწილაზეც ვისაუბრეთ, ახალგაზრდების შენარჩუნება, ტემპი თამაშის გულშემატკივარი მაგასაც წერს, რატომ უნდა მოვიდეთ 90 წუთიდან რაღაცა 30 ნახევარი საათი ფეხბურთელი ძირს წევს, იქ საჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. იქ როგორ ამდენად აკრიტიკებენ ამ მიმართულებით გულშემატკივრები, ამდენად აქვს პრეტენზია თამაშის ტემპთან, საჯებთან. თუ აქ თქვენ გზნობთ ამ წნეხს, მაშინ იქაური წნეხი 1000-ზე უნდა გაამრავლოთ. იმიტომ რომ იქ ყველა ადამიანი ამით ცხოვრობს, გესმით? თქვენ როცა რაღაც თამაში ჩაატარეთ, რამე შეცდომა დაუშვით, გამოходით მის შესაჭრელად და იქ თქვენი სტილისტი გეგუნებათ, რომ რა იქ რატო დაუშვი შეცდომა, შედიხარ მაღაზიაში იქ რა ქენი, შედიხარ იქ არ ვიცი, მეწაღიასთან რატო ქენი ესე და მოკლედ ყველა ფეხბურთზე გესაუბრება და ყველა ფეხბურთშია ჩართული. ყველა არხი ისე არ არის ჩვენთან როგორც არის ერთი არხი აპოლიტიკურია და პოლიტიკური და მეორე პარტიის არხები, ხო? იქ არის ძირითადად საფეხბურთო არხები, ხალხი უყურებს ხოლმე საფეხბურთო არხებს, იმიტომ რომ ეს აინტერესებს და ეს არის წარმოჩინებული და სპორტული არხები ზოგადად, არა მხოლოდ საფეხბურთო ირანში, საჭიტაობა, სხვადასხვა სპორტები, ფრენბურთი, პლიაჟის ფეხბურთი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სპორტი არის, რომელსაც ყურადღება ექცევა და სადაც ხალხი დადის. და სადაც ფული არის და ფინანსებია. და ფეხბურთში რაც შეეხება ტემპი ბუნებრივია, უფრო ჩქარი, უფრო ძალისხმევია და სადაც უფრო მეტი ფულია, იქ უფრო მეტი ხარისხით არის ხოლმე. იმიტომ რომ ირანს თავისუფლად ჩაყავს ეს ფეხბურთელები საფრანგეთიდან, ჩაყავს ფეხბურთელები ინგლისიდან, ჩაყავს ფეხბურთელები მაგალითად ზონზი თუ გახსოვთ თქვენ საიფაჰანს ჩემი გუნდელი იყო. შაშა თამაშობდა უფრო სწორედ. ხთის თქვენ რა თანხების ახსენეთ ხა მე არ ვიცოდი თანხები, რომელსაც განვითარების ფონდი ხდის გონი 600,000 ლარი და მე პლუს მეორე არის 1,200,000 უმაღლეს ლიგაში მხოლოდ. მე თუ არ ვწდები, მაგრამ ესე მაქვს ინფორმაცია. ეგ თანხა რო დააჯამოთ, ეგ არის ერთი საშუალო ხელფასი ერთი ფეხბურთელის ირანში, ხვდებით, აი საშუალო დონის გუნდში. რაც არის დაფინანსება პირობთ. რამდენად ცოტა არის რო გავიაზროთ ეს ჩადებული ფული ფეხბურთში, ანუ ფეხბურთში ეს ფული რაც საქართველოს ფეხბურთში იდება, არაფერ ეფექტს არ ქმნის. და ირანში ხა როგორ არის მოწყობა? რადგანაც არის ინდუსტრიული ქვეყანა, არის უამრავი ქარხნები, სახელმწიფო ავალდებულებს ამ ქარხნებს, რომ შენი ქალაქის გუნდი შეინახე. მაგალითად მეს რაფსანჯანი, მეს ნიშნავს სპილენძს, რაფსანჯანი ადგილია, ხო, ქალაქია. მეს ანუ რაფსანჯანის სპილენძი პირობითად და ინახავს ამ გუნდს. უდესი ბიუჯეტი აქვს. ფულად მობარაკე სეფა, ჩემი გუნდი, სადაც ეხა ვიმყოფები, ხო, ამ გუნდს ინახავს ფულად, ანუ ფოლადი რკინის ქარხანა. ზობაჰანი ნიშნავს გადადნობილ რკინას. ანუ ძირითადად ამ ქარხნების უკან, აი ტრაქტორი, ხო, მაგალითად ეხა ეს მეკარე, სადაც თამაშობს ჩემი გუნდელი, ფანტასტიკური მეკარე. ტრაქტორებს აწარმოებდა ეს გუნდი, ეხა უკვე ავიახაზებს აწარმოებს მისი ფლობელი, ხო. ნახეთ, მათთვის რადგანაც ინდუსტრია ვერ ვიტყოდი რომ ყვავის, მაგრამ ინდუსტრია მთელი ამ 47 წლის განმავლობაში ფეხზე იდგა. ყოველ შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ექსპორტი შეზღუდული ქონდა, სანქციები ედო, იმის ფული რომ პირობითად ეს გუნდი მსგავსად დაეფინანსებინა, მათთვის არაფერი არ არის. დიდია ბაზარი და მასშტაბები დიდია. შესაბამისად მე როცა პარალელს ვავლებ ხოლმე რომ ჩვენ რომ მაგდენი ფული კონდეს და ჩვენი ტალანტი ამას მიებას, კოლოსალური შედეგი გვექნება ბუნებრივია, მაგრამ ეგრე არ არის მოწყობილი სამყარო გასაგებია. რა თქმა უნდა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ მენეჯმენტში, რა თქმა უნდა პროფანების მთელი ნაკრებია მენეჯმენტში, მაგრამ ასე თუ ისე მე მაინც გაცილებით მაღლა ვაყენებ დონის კუთხით ირანის ჩემპიონატს ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუნდაც ახლა ხვალ ფენიქსივით რო აღდგეს ირანის ჩემპიონატი, ხვალაც უკეთესი იქნება ჩემი აზრით. უფრო დაძაბული, უფრო საინტერესო, უფრო მეტი წნეხი იქნება და უფრო მეტი ფინანსები. საქართველოში კრიტიკა როგორც აღამტკი ყველა მიმართულებით არის და ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის, ასე ვთქვათ, სამიზნე არის ფეხბურთის ფედერაცია. ირანში როგორ არის ამ კუთხით? რამდენად არის ჩართული, ასე ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ასე ვთქვათ, ორგანიზებას ფედერაცია უკეთებს ჩვენთან, მაგრამ აი მაინც რა როლი აქვს მარტივად რომ ვთქვათ სახელმწიფოს თავის ამ ფედერაციით ჩემპიონატზე.
იცით რა, როცა წარმატებას ვერ ვახცევთ ხოლმე, ყველა ხელს იშორს ფედერაციისკენ. ფედერაციის მოვალეობა ალბათ კარგად არ ისმით მათ. ფედერაცია ვერ მოიტანს ბიზნესის ფულს, ფედერაცია შესაძლოა უბრალოდ ჩაატაროს ჩემპიონატი. ზოგადად არ ვიცი ხა ჩვენთან თუ არის რაიმე პრობლემა ეს ტექნიკურად ჩატარების კუთხით. ირანშიც ფედერაციაც გარკვეულწილად ავალია ეს ორგანიზაციული საკითხები და მეორე მხრივ ავალია ამ შიდა ბაზრის პირობითად ირანელი ფეხბურთელების კონტრაქტების სამართლიანობის მდგენელია. თუ ჩემი კონტრაქტის მდგენელი სამართლიანობის არის FIFA პირობითად ხო იქ თუ რაღაცა მე FIFA-ში მივდივარ პირდაპირ ირანელი ფეხბურთელი არ მიდის FIFA-ში. იმიტომ რომ ამ პირველ ინსტანციას, რომელსაც ფედერაცია ეწოდება, ამას არ ახტება. ეს გარკვეულწილად ხა ამაზე ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ რა ეს სწორია, არ არის სწორი, რამდენად თავსებადია ეს პირობითად ამ იმის ფედერაციის წესდება FIFA-ს წესდებასთან, მაგრამ ეს თავიანთი საქმეა. ისევია თავიანთი საქმე, როგორც ბევრი სხვა რამ. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე არ გვესმის ჩვენ რატოა ეს ისე თუ ესე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. შესაძლოა ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც მათ ესე უნდათ და უბრალოდ ესე არის. ასე კიდევ მაქვს რამდენიმე კითხვა, თუმცა ასევე ასე ვთქვათ, ესეთი რუბრიკა მაქვს, რომ გულშემატკივარს ვთხოვ დასვან კითხვები, უბრალოდ ერთი განსხვავებით არ იციან, ვინ იქნება კონკრეტულად სტუმარი, სახელდაგვარი. ზოგადად ამ შემთხვევაში მეწერა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი და საქართველოს ნაკრების ასე ვთქვათ, ფეხბურთელი და აქვე ვიტყვი ჩემ მაყურებლისთვის, რომ შემდეგი სტუმარი ვინც იქნება ასე ვთქვათ, ეცოდინებათ ვინაობა და ამის შემდეგ შეგიძლიათ რომ კონკრეტულად იმ ადამიანს დავუსვათ შეკითხვა. ეხლა მე რო არ ამოვწურო ამ ადამიანის კითხვები, რამდენიმე შეკითხვას წაგიკითხავთ. ისეც მაგალითად რასაც არ გვისაუბრია და უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის. აი მაგალითად ეს კითხვა არ უწერია სამცხაუროდ სახელი და გვარი. სულ ლეგიონერების ხარისხზე მიდის საუბარი, ვისთანაც შეხება ქონიათ უთამაშია რომ შეაფასოს რადონის ფეხბურთელები იყვნენ და რამდენად იხარჯებოდნენ ვარჯიშზე, როგორც პროფესიონალები. ლეგიონერების მიმართ საქართველოს ჩემპიონატში ხშირად არის ასევე კრიტიკა, რომ არ ჩამოდის ხარისხიანი ლეგიონერი, ზოგი თვლის რომ საერთოდ არ გვჭირდება ლეგიონერი, პირიქით ზოგი თვლის რომ ლეგიონერი უნდა ჩამოვიდეს და რაღაცა მისგან გამოცდილება ავიღოთ. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ლეგიონერების საკითხს? მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე გარკვეულწილად უკვე პასუხი გავეცე ამ შეკითხვაზე, როცა ბაზრის უხილავი ხელი თვითონ დაარეგულირებს, დამიჯერეთ, რომ პირობითი ჯორჯიან კაპიტალი რომ მოვა და ჩადებს ფულს, ის თვითონ იზრუნებს კარგი და ხარისხიანი ლეგიონერი ჩამოსაყვანად, ვინაიდან ჩადებული ფული მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება წასაგებად. ან სათამაშო ბიზნესი როცა ფულს ჩადებს ფეხბურთში, მისთვის წაგებული ფული იქნება ძალიან მტკივნეული. შესაბამისად ჩვენგან მესმის ხა იქ შედეგი არ გვაქვს, პირობითად დინამოს გულშემატკივარი წუხს, ტორპედოს გულშემატკივარი წუხს, მაგრამ ჩვენ ტრიალეთ ერთ მოჯადებულ წრეზე, ერთ კარუსელზე, საიდანაც ვერ გამოვდივართ ჯერჯერობით. ყველაზე დიდი პარადოქსი ამ ყველაფერში ის არის, რომ ტალანტები კვლავ იბადებიან და დიდი მადლობა ამისთვის დინამოს აკადემიას და ალბათ საბურთალოს ხო, იბერიას უბრალოდ, რომ ისინი მაინც ახერხებენ ამ მართლაც ოქროს ბიჭების გაზრდას, აღზრდას და შემდეგ რაღაცა გარკვეულწილად ფეხზე დაყენებას. და ჩვენ იცი რა უნდა შეუწყოთ ხელი ამ პროცესს, ამ ინკუბაციის, ხა ცოტა უყვახე ტერმინი ალბათ ეს ინკუბაცია ადამიანთა მიმართებაში, მაგრამ მაინც გამოვიყენოთ ეს ტერმინი. ჩვენ უნდა ვშვათ მეტი ტალანტები აუცილებლად. საკებია. ნიკა თორდია გვეკითხება, ქართულ გუნდებში უცხოელი მწვრთნელი ჯობს თუ ადგილობრივ მწვრთნელებს უნდა მიეცეთ საშუალება? იცით რა არის უპირატესობას? ჩემი პრობლემა არის ის, რომ ძირითადად საუბრობ იმას, რასაც ვფიქრობ. და ეს ხანდახან ძალიან წამგებიანი პოზიციაა, იმიტომ რომ მე ყველა ქვას გესვრის ხოლმე. ჩემი დაკვირვებით ფეხბურთზე 100% მწვრთნელებიდან პირობითად 90% მწვრთნელებისა ვერ არის იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების არის. საქართველოს შეიძლება ნახოთ ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან კარგი მწვრთნელი, უბრალოდ მას უნდა შეექმნას შესაბამისი პირობა. უკვე ამ პირობას და ეკონომიკურ საკითხებს და ეკონომიკურ მოწყობაზე ზოგადად ძალიან ფუნდამენტურ ცვლილებებზე ვისაუბრე. ამ ფუნდამენტური ცვლილებების მერე, რა თქმა უნდა, ქართველები არავის ნაკლებად ნიჭიერები არ ვართ და რატომ არ უნდა მიეცეთ ჩვენ მწვრთნელებს
თავის გამოჩენის საშუალება. ზოგადად ეს მწვრთნელების საკითხი არის და ზოგადად ფეხბურთი არის უცნაური სპორტი, იმიტომ რომ ფეხბურთელი მხოლოდ შენ თავზე არ ხარ დამოკიდებული. შესაძლოა არც ჩოგბურთელი არ იყოს მხოლოდ თავის თავზე დამოკიდებული, მაგრამ მეტად არის დამოკიდებული თავის თავზე. ფეხბურთელი მაგალითად შესაძლოა ბოლომდე იხარჯებოდეს შენს მაქსიმუმს აკეთებდე და იყო 16, 17, 18 წლის, მაგრამ ერთი ადამიანის კონკრეტული ანტიპათიის გამო შენ საფეხბურთო კარიერა დასრულდეს. ერთ-ერთი ადამიანის საკმარისია ისიც. ხო, აი ამიტომ არ მიყვარს ფეხბურთი. როგორ არ მიყვარს? გიждები ფეხბურთს, მაგრამ აი ეს არის ის რაღაცა კვანძი, რის გამოც მე ვაკრიტიკებ ხოლმე რა ამ ამბავს რა. მაინდა-მაინც ერთ ადამიანზე არ უნდა იყო დამოკიდებული. თან განსაკუთრებით ის გზა გასაყარი, როცა შენ ხარ 17-18 წლის და ეხა ჯერ თლად პროფესიონალი არ ხარ და პირველი კონტრაქტი გელის წინ და სწორი გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია. ეს ადრე უფრო ასე იყო, ახლა უფრო მარტივად არის მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ადრე მაინც უფრო ძნელი იყო დინამოში მოხვედრა, პირობითად დუბლებში გაგევლო ის რაღაცა ძალიან მარტივად ხდება ეგ პროცესი, ხო? ხა მე სულ დინამოს მაგალითი მოყავს, იმიტომ რომ დინამო ჩემთან ყველაზე ახლოს არის. სხვაგანაც ალბათ ანალოგიურად არის, ხო? ხო და არ ხარ რა შენ თავს დამოკიდებული მოკლედ და ხო ვერ შევთვლი ჩვენ ფეხბურთის ბუნება ესეთია, ხო? უნდა შევეგუოთ. ამიტომ ყველა ვერ თამაშობს ამ ფეხბურთს, ხო? და მწვრთნელებს რაც შეეხება ხა პროფანების 90% პროფანები შემოხვედრიან მე პირადად უცხოელი მწვრთნელებისა. აი ჩემი უცხოელი მწვრთნელების 100%-დან 90% იყო არასრულფასოვანი მწვრთნელი. მწვრთნელობა სულ სხვა რამე არის. მწვრთნელობა არის ძალიან ბევრი კომპონენტი. შენ 25 თუ 30, არა მხოლოდ 25 ხო იქ სტაფიც არის, ხო? აი პირობითად ერთ სრულფასოვან ქუჩაში შესაძლოა იყოს 52 ადამიანი, ხო? აი ეს 52 ადამიანის განწყობა, ფსიქოლოგია, უმნიშვნელოვანესი რამე ხა ხშირად მესმის ხოლმე რომ ფსიქოლოგი უნდა ავიყვანოთ, ნაკრებს ჭირდება ფსიქოლოგი. ჩემს ნაკრებს ფილოლოგი ჭირდება და პირობითად ლევან ბერძენიშვილი რომ მოვიდეს და გვესაუბროს მაგალითად ძმებ კარამაზოვებზე ძალიან სასიამოვნო იქნება ესე არაწყენდა პრინციპით ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პირობითად შესაძლოა დიდად სხვა საკითხებში არ ვითანხმებოდი, მაგრამ აი მაგ კონკრეტულ თემაზე მოვისმენდი. იგივე ჩემი აზრით ფსიქოლოგი არის მწვრთნელი და ამის დელეგირებას სხვა ადამიანზე ვერ მოახერხა. ეს არის ჩემი პირადი აზრი. როცა მამის და შვილის ურთიერთობაში სხვა ადამიანი ერევა, რა თქმა უნდა ეს ხდება ხოლმე, ხო, როცა მამა ვერ აგვარებს პრობლემას, მაგრამ ჯანსაღ და ჯანმრთელ ოჯახებში ძირითადად მამა ითავსებს ამ როლს და მამა ცდილობს და აგვარებს ხოლმე. თუ ვერ აგვარებს, რა თქმა უნდა, ხა მაშინ შეიძლება დავიხმაროთ, მაგრამ თუ ვერ აგვარებს, ესე იგი ამ შემთხვევაში მოდი მწვრთნელზე გადავიდეთ, ხო, კომპეტენციის საკითხით გება. უნდა აგვარებდეს. და ეს არის მაგით ვარ რთული ეს მწვრთნელობა რომ ამდენი ადამიანი განსხვავებული პროტოტიპი, ამდენი განსხვავებული ზოგი არის მაგალითად ამაყი და როგორ თუ არ დააყენე, ზოგი არის პირიქით. ზოგს დაყვირება, ზოგს ხელის გადასმა სიამოვნებს და შენ ეს უნდა განსაზღვრო ყველას ერთ შაბლონით ვერ მიუდგები. შესაბამისად რთულია კაც მწვრთნელობა ადვილი არ არის. რა თქმა უნდა ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე ვინც არის ძალიან კაი, ძალიან მაღლა არის ალბათ და ძალიან დიდ კლუბებში მოღვაწეობს. დანარჩენები კი აი ესე რა სანთლით უნდა ეძებო. რადგან მწვრთნელებზე საუბრობ, თუ არ უცდები, სადღაც გაგვთ ნათქვამი, რომ სამომავლოდ შესაძლოა სამწვრთნელო კარიერაზე იფიქროთ. ასეა? იფიქრიათ ამ მიმართულებით. თქვენი დასმული კითხვა იდეაში შემიძლია პირდაპირ უპასუხო, კი, ესე შემიძლია ნებისმიერ რამეზე ვიფიქრო. მაგრამ რეალურად რამდენად მუშაობთ მაგ მიმართულებით? მე ახლა ავიღე ალიცენზია პირობითად და ეს დიდი мотиваცია ჩემთვის, რომ მაგ საკითხზე ვიფიქრო. პირობითად დავიწყო ფიქრი. მაგრამ ფეხბურთიდან ამ წუთას ჩემი კი ისე უცფელი რო იყო. ჩემი დამოკიდებულება იმხელა რამ მომცა ფეხბურთმა და ასევე იმდენი რამ წაიღო, ამ წუთას გარკვეული ტიპის ბუფერული ზონა მჭირდება ჩემი თავთან მიმართებაში, რომ ცოტა ეს ემოციები ვაკონტროლო და ჩემი მომავალი მიზნები უკვე სრულფასოვნად მიმართო, არ ვიცი, საით. შესაძლოა ფეხბურთისგან, ან შესაძლოა სხვა მიმართულებით, მაგრამ აი ეს ემოციური გარკვეული ტიპის სიჩლუნგე გამომყვა უკვე, იმიტომ რომ ბევრი მომცა და ბევრი წაიღო, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისე ემოციური კუთხით, ისე სტრესის კუთხით,
ამიტომ როცა რაღაც ერთი ეტაპი სრულდება შეცხოვრებაში, მეორე ეტაპზე არის ხალხი, რომელიც ეგრევე გადაერთვება ხოლმე და მე არ შემიძლია ესე მე თავიდან განვაწყო რა მინდა, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, მცირე მიზნებისთვის და U10-ის პირობითად გუნდისთვის არ ვაკრინებ არავის, ჩემთვის ვერ ვხედავ. გიცმით, თუ რაღაცა საქმე უნდა დავიწყო, იმ საქმეში უნდა ვიყო ძალიან წარმატებული ან არ უნდა ვიყო საერთოდ. და იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთში გამართლების ფაქტორი ძალიან დიდია, გრძელ დისტანციაზეც კი, მაინც ვფიქრობ რა, რამდენად მიიღებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც წესი არ მიმართლებს ხოლმე რა. სადაც უბრალოდ ხელი არ უნდა შემეშალოს და ჩემი ესე იგი ნაღვაწი უნდა წარმოჩინდეს, იქ რაღაცა ხელი შემშლელი ფაქტორები არის ხოლმე და ნახოთ რა, ცხოვრება გამოაჩენს, სად უფრო კარგი იქნება ჩემთვის. ესე იგი, თავის ბოლოს იმიტომ ვიკითხებ, ზოგ ფეხბურთელს კატეგორიულად გადაწყვეტილი აქვს გეკითხებიან არანაირად უბრალოდ საფეხბურთო კარიერას დაუმთავრებ და სწავლან დავისვენებ ზოგს პირიქით, უნდა რომ თავიდანვე გაცნობიერებული აქვს ეს ნაწილი, რომ უნდა სამწუხარო კარიერის გაგრძელებაც. კარგი, ერთი კითხვაც წავიკითხოთ. ხო, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას ვიკითხეთ. ხო, ჯობია იმპროვიზაციულად გავაგრძელოთ, იმიტომ რომ მაგ კითხვებში მით უმეტეს ესე ბრმად დასმულ კითხვებში პოკერში არსებობს ტერმინი სტრადლის. სტრადლი ნიშნავს ზუსტად მაგას, რომ უნახავში ზრდი ფსონს. თქვენც ხა უნახავ კითხვებს ვსვამთ. აქედან გამომდინარე ჯობს მაინც თქვენი პირადი ინტელექტიდან გამომდინარე, რომელიც არც მე მაყურებელს ვპირდები ხოლმე, რომ სამ შეკითხვას დავსვა და არ მინდა რომ აწმენო და ძალიან მარტივ შეკითხვას წავიკითხო, რატო გადაწყვეტა ფეხბურთელობა და ვინ იყო მისი კერპიო. რაღაცა არც საქართველოს ჩემპიონატს უკავშირდება, მაგრამ რაღაცა პირადი. კი ბატონო, რა პრობლემა არის. ფეხბურთის თამაში გადავწყვეტე ალბათ უფრო ჯიუტი ხასიათის გამო, რადგან რაღაცა საქმე დავიწყე, ის საქმე ბოლომდე მივიყვანე. შესაძლოა სხვა უფრო ნიჭიერი იყო, სხვა კომპონენტებში უფრო ძლიერი იყო, ჯანმრთელობის კუთხით სხვა ჩემნერი პრობლემები არც მუხლზე, არც სხვა ადგილებში არ ქონდა, მაგრამ აი ეს ხასიათის თვისებები, რომ შეუპოვრობა იყო ის მოტივატორი ალბათ, რამაც ბოლომდე გამიყვანა ამ საქმეში. რაც შეეხება კერპები არ მყოლია არანაირი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე ცოტა მოზრდილ ასაკში ჩავარდი, ხო? მანამდე ხა რაღაცა პირობითად უყურებდი ფეხბურთს და Manchester United-ი მომწონდა და ფორმა მქონდა პირველად ერთ-ერთი მიზეზი მეტი არაფერი თო, ხა რაღაცა კერპობა და ვინმეს ფანობა მსგავსი რამე არ მახასიათებს და არც მახასიათებს. აი თვითონ ფეხბურთელისთვის აი თქვენ თუ შეგიძლიათ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის თამაშის პერიოდში აი რაც არის წეგანაც ვახსენე ხო კრიტიკა რასაც მოდის ფეხბურთელებს რომ არის ინდომებენ და ძირთადად ხამს აჩაბრელებენ, მაგრამ მაინც უფრო ფეხბურთელს ემედის ხოლმე ეს კრიტიკა რომ არ არიან მონდომებულები აი გულშემატკივარი როდესაც მოდის სტადიონზე. ვერ ხედავს ფეხბურთელში, აი რაღაცა დაიხარჯოს მაქსიმალურად პირიქით ყველა ბევრს უთქვამს, რომ აი ფეხბურთელები ცდილობენ ძირს დაწვნენ და რაღაცა დრო გაწელონ და აი რაღაცა ის ძარღვის, რაღაცა ის ენერგია, ის სისხლი რო აი კლუბისთვის თამაშობ, გულშემატკივრისთვის თამაშობ, ეს ამას ვერ გცნობთო და კი გარკვეულწილად ისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ კი არა საინტერესო კითხვა არის და გაგიპასუხებთ აუცილებლად. მაგასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა მაქვს და ჩემი დაკვირვება მაქვს, არ ვიცი რამდენად სწორია და თქვენს ამპლუას შევითავსებდი და მეც დაგისვამდით შეკითხვას, გავს ტიპის შეკითხვას. მე ესე ვხედავ დღევანდელ ფეხბურთს, ყველაფერი ვითარდება გასაგებია და ზოგადად განვითარებაც რელატიური ტერმინია და ამ შემთხვევაში ფეხბურთი რო ვითარდება, ეს ცალსახადა ფაქტია, მაგრამ ფეხბურთი ვითარდება და ამ განვითარებამ რა მოიტანა ჩემი დაკვირვებით მე რო ჩემი ბავშვობის ემოციები მახსოვს აი პირობითად როცა უყურებდი ფეხბურთს და ისე პირობითად Manchester United-ი ვახსენე იმას რომ უყურებდი აი Bayern-თან ფინალს 99 წლისას ხო და სხვადასხვა თამაშებს პრემიერ ლიგთან და ასე შემდეგ ხო აი ეს ემოცია რაც მე ფეხბურთიდან მივიღე თუნდაც აი მარადონა არ მესმოდა რატო იყო მესი რატო მარადონას რატო თვლიდა ქართველი არსებობენ რა ჩვენთან მაგალითად თაობა თუ არ ვთქვი მაგალითად ბიზნე ბარათაშვილი ხო მარადონა მისთვის კუმირია ხო მე ვხვდებოდი ამას მაგრამ ცოტა მე უკვე მივხვდი რატო იყო ეს მარადონა კუმირი და იმას მქონდა ემოცია იმას მქონდა სხვა მიჯაჭვულობა ქონდა გულშემატკივართან ხო არ იყვნენ ადამიანები რომელსაც შესაძლოა არ უყვარდა თავისი არასპორტული გამოვლენებების გამო მაგრამ აი ის ემოცია და ის
სპირიტუალიზმით რა ვიცი რა დავარქვან ყველაფერს რაც მას მოქონდა დღეს აი ეს იწერიტება და მინიმალურ დონეზე ხდება გესმით აი დღევანდელი პირობით ჩემთან ლიგის ფინალს რო უყურებთ ხო ჩვენ უყურებთ და დიდი ემოციით ხვიჩას გულში მატკირავთ და ხვიჩა ჩვენთვის ყველაფერია ბუნებრივია მაგრამ აი თვითონ ეს თამაშიც არის გასაგები რაღაც ოპტიმალური თამაშის თეორია და ეს ოპტიმალური თამაში ყველა სწორად მოძრაობს მაგრამ აი ეს ემოცია თითქოს გაქრა ის რაღაც შეცდომიდან გამოწვეული ემოციაც ხო აი რაღაც შეცდომაც თამდევი ნაწილია შეცდომები მინიმალურ დონეზე უკვე დაყვანილი და რაღაცა FIFA-ს წააგავს მოკლედ რა კომპიუტერულ ვიდეო თამაშს გულისხმობ რა უკვე რაღაცა მე ესეთი შტაბეჭება მრჩება შეიძლება მე ცოტა დავბერდი სანიულის არ იყოს ხო და ან შესაძლოა ბავშვობაში სხვანაირად აღვიქვამდი მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც ეს ემოცია დაიკარგა ფეხბურთს და გულშემატკივარი რომ მოდი ხე თქვენ კითხვა დასვით საქართველოს ჩემპიონატის პრიზმაში მე გიპასუხეთ ზოგად პრიზმაში და იგივეა რა საქართველოს ეს ადრეც იყო ხოლმე რომ აი ბიჭებმა დავდეთ ყველაფერი ჯიგრით ვითამაშეთ ეგეთი კომენტარები გახსენდებათ ხო ალბათ ყველაფერი ჩავდეთ ხო რატო ამბობდნენ ხო მაგას ფეხბურთელები ყველაფერი ჩავდეთ საიდან მოდიოდა ეს ტერმინი იქიდან მოდიოდა რომ ძირითადად გულშემატკივრები ყოველთვის გთხოვენ რომ შენ ყველაფერი გაიღო და მათი განმარტებით ყველაფერი ჩადო ხო ესე ყველაფერს დებდნენ და ამით იმართებდნენ თორე ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ მაგრამ წავაგეთ ხო ანუ გულშემატკივრები ყოველთვის მაგას მოითხოვს შენგან მაგრამ გულშემატკივრებს ყოველთვის არ ესმის ფეხბურთი იმ დონეზე რომ შეაფასოს შენ რეალურად ყველაფერი გაიღე თუ არ გაიღე შენ უბრალოდ აი მაგალითისთვის რა როცა მწვრთნელს რაღაცები აერევა აი ჩვენ შემთხვევაში აი ნაკრების შემთხვევა რა იყო სადაც მეც მივიღე მონაწილეობა ხო პირობითად ჩეხეთის ნაკრებთან სახლის თამაში თუ იყო იდეალური და იდეალური არაფერი არის მაგრამ თუ იყო ძალიან კარგი გასვლითი თამაში იყო ძალიან ცუდი ხო აი ხა რატო არ ჩადეთ ბიჭებმა ყველაფერი ვიღაცა ადგება და გიტყვის რა და შენ ყველაფერი ჩადე იქ ანუ რა კომპლექსური საკითხია ხო რაღაცები ვიღაცებმა დააკლეს პირობითად შესაძლოა ცოტა ფეხბურთელმა ცოტა აი ერთი არასწორი ნათქვამი ფრაზა ფეხბურთელის მიმართ იმასაც გავლენა აქვს თამაშის მიმდინარეობაზე გესმით აი რაღაც როცა გიშლება რაღაც როცა არ არის კარგად მცირე დეტალსაც კი ანუ საათის მექანიზმივით არის გუნდი რა რაღაცა კომპონენტი ამოვარდება ამ საათიდან და უკვე ისე ვეღარ მუშაობს მოკლედ რა როგორც უნდა მუშაობდეს მე იმას კი არ ვამბობ რომ გინდა თუ არა 4-4-2 ან 3-5-2 და ზოგი ანალიტიკოსი გამოდის და გინდა თუ არა ესეა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რა რაღაც ემოციური მდგრადობა როცა გაქვს ეს არ უნდა დაარღვიო პირველ რიგში და მე უკვე 3-5-2-ს დააყენებ 4-4-2-ს დააყენებ და სხვადასხვა კონჩეტივაზე ითამაშე აირჩევ შენ თვითონ რა მოკლედ რა ლავირება შეგიძლება არ არის როგორც FIFA-ში არ არის რომ შენ ხა 3-5-2 უნდა გეთამაშა გინდა თუ არა ანუ აი ეს ცოტა ემოციური ჩემი აზრით საკითხები დაგვერღო და ამიტომ აი გულშემატკივრის თვალით შესაძლოა ეს თამაში გამოვიდა ბიჭებმა არ მოინდომეს ან რაღაცა ვერ მოინდომეს ალბანეთი პირობით ალბანეთის თამაში ხო იქ მოვიგეთ და ყველა გმაყოფილია, აქ წავაგეთ და ყველა გმაყოფილია, ხო? ანუ მაყურებელი ხო ძირითადად შედეგიდან იღებს ორიენტირს. პირობითად როცა თამაში იგებ, იქ არავის არ აინტერესებს შენ რამდენი ჩადე. თამაში მოიგე და კარგად იყავ, მაგრამ რო აგებ უკვე ყველაფერი ახსენდება და აი ამიტო და იმიტო. პირობითად ხა რონალდოს ხო ამ ხალხ კრიტიკა წამოვიდა, რომ აი რონალდოს იქ უნდა გაეტარებინა გამოვიდა ხო სხვადასხვა ადამიანები თქვენს ხო აი იცი რა ხვის ფეხსაცმელში ყოფნა ესე ამერიკული ტერმინია ხო მაგრამ ადვილია რა მithumetes ახლა როცა ფეხბურთელი ახლა ვერ ხვდები რომ იქ ის ვერ ხედავდა უკან თუ უნდა დაენახა თუ არა სხვა საკითხია მაგრამ იმ მომენტში რონალდო ვერ ხედავდა იმის უკან იყო თუ არა ვინმე მაგრამ ადვილია სამაგიეროდ სტუდიიდან თქვა რომ იმას იქ უნდა გაეტარებინა და დაბერდა და წავიდეს გამოვიდა მეორე თამაში დაგემტკიცა რომ შენ პროფანი ხარ მაგ საქმეში ხო ამ სიტყვას ხშირად ხმარობ, არა მოდი უვიცი ხარ. სხვა სიტყვები ხმარობ ამ საქმეში და ნუჩქარობ შეფასებებს. მithumetes რონალდოსა მიმართებაში, იმიტომ რომ ამ კაცმა უკვე ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა ვინც არის და რაც არის. თქვენც შეუშალეთ ხელი ერთ მომენტში. იარებს არ ცulis. ხო, მე უბრალოდ ჩემი ესე ვთქვათ მოსაზრება გულშემატკივრის ნაწილში, მეც როგორც რიგითი გულშემატკივარი ყოველთვის მესმის რაღაცა იმედგაცრუებები, კრიტიკა ასე შემდეგ, უბრალოდ ერთს ვამატებ ხოლმე, რომ საქართველოს ჩემპიონატის გულისხმობის შემთხვევაში, ანუ მივიდეს გულშემატკივარი თამაშზე, შესაბამისად რაღაცა ფეხბურთელს ის ემოციაც გაუჩნდება, რასაც ახლა თქვენც ისაუბრეთ თუნდაც და ამას პლუს თუ რაიმე არის საკრიტიკო არ მოგწონს რაღაც ფეხბურთელი იქნება მწვრთნელი მენეჯმენტის გადაწყვეტილება ნებისმიერი დეტალი შესაძლებელია ტრიბუნიდან გვინახავს ხო აი ნებისმიერ ჩემპიონატში
ყველაში თუ არა, უმეტესობაში მაინც რომ რაღაც გულშემატკივარს რაღაც არ მოწონს და რაღაც ტრანსპარენტებით დგანან, აუშვათ ამ წვრთნელი გაუშვიან ფეხბურთელი ან პრეზიდენტს ითხოვენ ხშირად, ხო, რაღაცა ბევრი კლუბში რომ გადადგეს ან წავიდეს ან ასე შემდეგ და ეს შეიძლება რომ რაღაც საქართველოს ჩემპიონატშიც აი Facebook-იდან ესე რომ ვთქვათ პოსტებიდან გადავინაცვლოთ ტრიბუნებზე და რეალურად მოვითხოვოთ, იმიტომ ბევრ პრეზიდენტს და ხელმძღვანელს უთქვამს, რომ აი მოვიდეს 10,000 კაცი, მოითხოვოს ჩემი წასვლა, 20,000 კაცი და წავალ მე. მე არ დაგეთახმებით ნიკა, იმიტომ რომ არ უნდა დავაძალოთ არავის მისვლა და ვერც დააძალებ. ჩვენ თუ ვაძალებთ სახელმწიფოს რომ დაიხმაროს კლუბებს, ნუ დავაძალებთ ხალხსაც რომ გინდა თუ არა 10,000 კაცი და პირობითად ვამბობ რა. მანდაც მოდი ბაზრის უხილავმა ხელმა დაარეგულ. უბიძგოს ხალხს მივიდეს სტადიონზე და უყუროს თამაშს. თუ არ გინდა შენ არ ხო მართალია. ხანდახან ნაკრების თამაში არ დადის ხალხი თუ ქართველი ეგეთი ემოციურია მოკლედ რა. იქ თუ რაღაცა ესეთი ბედი არ წყდება რამის, იქ ცოტა შეიძლება არ მივიდეს. ხანდახან ბილეთია ძვირი, ეგეც მეორე საკითხია რა ესე ძვირი ბილეთი ხო? ამას ალბათ თავის ახსნა აქვს, მაგრამ ჩემთვის ამას ახსნა არ აქვს. ხო, მართლა არ აქვს ჩემთვის ამას ახსნა. ხანდახან ისეთი სიძვირია ბილეთებისა რა. მით უმეტეს თუ ჩვენ პრობლემა ხა მე არ ვიცი ეროვნულ ჩემპიონატს არ გულისხმობ ბუნებრივია იქ კარი ალბათ ღია უნდა იყოს და ნებისმიერისთვის საქართველოს ჩემპიონატში ხო ხშირად ან უფასოა ან მაქსიმუმ 5-10 ლარი. ხო არა, რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაფერი არ იცოდა. ძალით შენ არავინ არ უნდა მიიღო და ვერც მიიღო. დღევანდელი დღე ეგრეა ხო, ხა ძალით ადრე თუ იყო რაღაც პირობითად შეგეძლო გეთქვა, კომკავშირში გეთქვა რომ ინა თუ არა შენ ის წამოიყვანე შენი უბანი აქეთ, ეს ხა შენ შექმენი ესეთი პროდუქტი, რომ ხალხს დააინტერესოს და მოვიდეს. და შენ ამას რო ვერ ქმნი, მე მოდი და გინდა თუ არა მოითხოვეთ ის და თქვენ იცით რა, მაინც ალბათ უფრო ბევრად უფრო ჩემზე ღრმად ხართ საქართველოს ჩემპიონატში გათვითცნობიერებული და უფრო მეც კითხულობთ და მაგრამ ჩემი აზრით ისე არ წვიმს როგორც ქუხს და ეს კომენტარები ალბათ რასაც თქვენ კითხულობთ, სამდუეში არანაირად ამით არ ცulis არც იმ ალბათ პრეზიდენტებისთვის და არც ზოგადად კლუბებისთვის. პრეზიდენტები დაპირ ამბობენ, აქაც ვთქვამთ, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა Facebook-ზე ვინ რას დაწერს, მოვიდეს და ტრიბუნაზე მითხრას თუ ვინმეს ხო და მით უმეტეს ახლა სასაყვედურო პრეზიდენტებთან ხა თუ ჩვენ გულისხმობთ ხა მე ვინც ჩამოთვალე იმათ ვინც რაიმე ფულს დებს რა წამგებიან ბიზნესში ვინც რაიმე ფულს დებს იმას რომ კიდე რაიმეს ეუბნები ჩემი აზრით არასწორია რა ეხლა რომან ფიფიას ხშირად აკრიტიკებდნენ ხოლმე რომ აი შენ რო წახვიდე და შენ რო წახვალ მე რეშველება ხო აი სანამ არ წავა მოკლედ ესე გონია ბევრს რა როცა წავიდეს არაფერი შეიძლება გესმით ანუ მადლობა მას რომ არის და ჩადო რაღაც პირობითად თავისი ფული მოიტანა და წააგო ხო არ მოუგია არ ვიცი ხა მოიგო თუ არა არ მეკითხავს მაგრამ ნუ ჩემი ღმერთმენით უფრო წააგო ვიდრე მოიგო ну ესე უნდა იყოს რა ლოგიკურად ხო და ეხა მოგებაზე ვერ მუშაობს გონი ხო და მან პირობითად რა თუ ხა ის არ ვიცი ამდენად ერევა ზოგადად ვინი თამაშობს და როგორი თამაშობს მაგრამ იმ ადამიანმა იმდენი ვარიაცია სცადა რომელი მწვრთნელი არ სცადა როგორი მოწყობა არ სცადა ხო იცი ხშირად პრეზიდენტს გონია რომ აი ეს მწვრთნელი შედეგი არ მაქვს მწვრთნელი შედეგი არ მაქვს მწვრთნელი შედეგი არ მაქვს მწვრთნელი ანუ კარუსელია ეს არის ერთი მოჯადოებული წრე მე უკვე ვილაპარაკე ფუნდამენტალურ პრობლემებზე და აღარ გამეორდები ეს ფუნდამენტურად უნდა გამოიცვალოს ყველაფერი და მერე შესაძლოა ყველაფერი დალაგდეს თავისით რა. ეხლა ესე არ ლაგდება მოკლედ რა. შესაძლოა ვინმეს გაუმართლოს და გავიდეს კონფერენციის ლიგაზე გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი კარგად არის. ჩვენს გავიდით ევროპის ჩემპიონატზე მაგრამ მერე თითქოს ისე იმ დონეზე დავიდით სადაც ვიყავით. გესმით რაღაცა დიდი სიხარული დიდი ემოციების ზღვარცოფი გვახასიათებს ხოლმე ჩვენ და რაღაც გონია რომ უკვე ცაში ვართ მაგრამ აი ეს ემოციური მდგომარეობაც უნდა დავაბალანსოთ ალბათ რა და საქართველოს ჩემპიონატზე როცა ვსაუბრობთ ჩვენ სიმართლეს თვალებშივ შევხედოთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ თუ ჩვენ არ გვაქვს წარმატება და გვაქვს უკვე როგორც აღნიშნე სტაგნაცია ამის მიზეზები რა არის გამოსწორების გზები რა არის თუ არ არის გამოსწორების გზები მაშინ ყავდეს პაციენტი იცი თქვენი რა თანხების ახსენეთ რა ის მე უფრო მეტი მეგონა მაგრამ ის ეგ თანხები უკვე შეერთებულ პაციენტს აღარ გავს ეგ უფრო მეტადონის პროგრამას გავს გესმით აი პაციენტი ყავს რომელიც არ იკურნება და ჩვენ რაღაცას ვაწვეთებთ რაღაც დოზას ვაძლევთ იმისთვის რომ უბრალოდ არ მოგვდეს ხო და არ მოკვდება ეს არ მოკვდება გესმით ვიღაცა ვინც უნდა მოკვდეს ის მოკვდება მაგრამ რაც გადარჩება ის იქნება ძალიან მაგარი ესე მწამს რა შეიძლება ძალიან ამას უხეში ფორმებით გამოვხატავ მაგრამ ეს მე ესე ვფიქრობ და მზად ვარ და კრიტიკა მიიღო ამისთვის არ არის პრობლემა
მაინც მეც და გულშემატკივარსაც და კლუბებსაც და ხელმძღვანელს ფეხბურთელებსაც ეხლა ეს ერთი ხელჩასაჭიდი რაც დარჩა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არის რომ ეს მოახლოებული ევროტურნირები და იქნებ რომელიმე კლუბმა შეძლოს გასვლა და შემდეგ რაღაცა რაც ვთქვით ბიზნესი რაღაცა ინტერესი უფრო გაჩნდება და შეიძლება ტყვილია ეგ რა ვერ გეცდება. გესმით, გასვლით აი თქვენ უკვე ეგ მაგალითად თქვენ მეუგულებელ ყავით ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავედით, თითქოს საქართველოს ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელის ფაქტორმა საბაზრო ღირებულება ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზარდა. ჩემი ღმერთმენით, იმიტომ რომ აი ეს თურმე აი ამ ქვეყნიდან მოდიან. ეს უფრო მეტად გააჩინა საქართველოში. კი, რაც მე უკვე ვისაუბრო რომ პირობით სახელმწიფოს აი ამ რაღაცა ფულის ხარჯვას რომელიც ბევრი არ არის, მაგრამ სახელმწიფოსთვის მაინც ბევრია. ზოგადად რა მასშტაბში რო გადავიტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, არც ინდუსტრიული ქვეყანა არ ვართ, მაინც ბევრია. აქ ეგამდე ეს თანხები სრულად რომ ინფრასტრუქტურაზე იხარჯებოდეს და აკადემიებზე იხარჯებოდეს, მე პირობით ამას ვამჯობინებდი რა. და უკვე რაღაცა მზა ინფრასტრუქტურა რო ჩაბარდეს Eagle Hills, რომელიც real estate-ში კაპიკზე თulis და ზუსტად იცის რა მონაგები უნდა ნახოს და ჩვენ არც გვაკითხებს ხელშეკრულებას. ხო. კარგია, ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ერთი კითხვა მექნება ესეთი ცოტა ისეთი შეიძლება ზოგადი და არა საფეხბურთო, მაგრამ აი თუ არის რამე თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თუნდაც საფეხბურთო, თუნდაც არა საფეხბურთო არ აქვს მნიშვნელობა, აი მე გადაწყვეტილება, რასაც მაგალითად ან გინანიათ, ან კი ფიქრიათ, რომ და ისე გამეკეთებინა, ბევრს საფეხბურთო კუთხით რომ იმშველოთ, თუნდაც რაღაცა შემოთავაზება ქონია, არ წასულა, ზოგი მაგალითად რუსეთშიდანაც ქონია შემოთავაზება და არ უთქვამს, უარი უთქვამს უფრო სწორად. აი თქვენ შემთხვევაში თუ ყოფილა რაიმე ისეთი გადაწყვეტილება კარიერაში, თქვენ საფეხბურთო კარიერაში, რაზეც უარი გითქვამთ და გინანიათ და გიფიქრიათ, რომ აი ესე რო გამეკეთებინა, ეხა უკეთესად ვიქნებოდი. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, თლიანად ღმერთზე მიბარებული ვიყავი, მე ჩემ წარმოდგენაში და ჩემ წრვენაში ესე ვიყავი რა ყოველთვის. რაც ხდება, ჩემთვის ასეკეთოთ ხდება. პირობითად წავედი უკრაინაში, ჯერ წავედი შვედეთში, სინჯებზე. იყო პერიოდი, როცა დინამოდან გამიშვეს, მე დავბრუნდი დინამოში. დინამოდან რატო გამიშვეს ესე ცალკე საკითხია კიდე ჯელობის, მაგრამ ხა სისულელი ამაზე ლაპარაკი 15 წლის წინანდელ ამბავზე რა აზრი აქვს, ხო? ხო, მე იქ რაღაცა ვერ შევთანხმდით მოკლედ რა ხელფასი დაბალი ეს წავედი მე უკრაინაში ვოლინის ლუცკი ქართველები თამაშობდნენ გუნდში იქაც ნახეთ FIFA-ს ბანი დაედო კონტრაქტს ხელი მოვაწერე იქიდანაც მომიწერა თქვი იცი შენი კონტრაქტი ვერ დავარეგისტრირეთ და წადი აქედან და ბოლო ვარჯიშზე მივიღე მუხლის სერიოზული ტრავმა და დღემდე მომყვება მუხლის ტრავმა და დღემდე მაწვალებს და ხრტილი გადავინერგე მოკლედ ძალიან დიდი სირთულე მოყვა იმ მაგრამ მე ამას არ უნდა ვგესმით იქ წასვლა ხო ცალსახად შეცდომა მაგრამ ალბათ ესე იყო საჭირო რო არა ეს ალბათ ისე ვერ დალაგდებოდა სხვა რაღაცები აი პირობით და ისეთი უცნაური რამეა ხო აი ღმერთის როლი როგორ შეიძლება დავინახო აი მაგალითად როცა ირანიდან დავბრუნდი პირველ წელს პრაქტიკულად უკვე შემოთავაზები აღარ მქონდა და გადავწყვიტე ლიბანში წასვლა იმიტომ რომ იქ მეგობარი მყავს რომელიც თავაზობდა ახლა როცა იცი რა სახში ჯდომას როცა სხვა შემოთავაზება არ გაქვს ჯობია რაღაც გააკეთო იმ მომენტში ხა 25 წლის როცა ხარ რა ხანდახან უცნაურად ლაგდება ხოლმე ფეხბურთში შესანიშნავი სეზონი მქონდა მაგრამ რაღაცა ვერ დალაგდა იქ ირანში მით უმეტეს იქ არის გარკვეულწილად იქ აგენტურული მაფია იქ არის რაღაცა პრეზიდენტების მაფია იქ მოკლედ რა მე ამ სქემაში ჩართული არასდროს არ ყოფილვარ და აქ ეგამდე ეხა ამხსენ უკვე რატო შეიძლება იმ მომენტში შემდამი ინტერესი არ ყოფილიყო კლუბის მხრიდან ხო და როცა უკვე მე აქ ვარ და ბილეთი მიჭირავს ხელში ლიბანში წასასვლელი ბეირუთში წასასვლელი ბილეთი მიჭირავს შაბათს უნდა გავფრენილიყავი პარასკევს მიერეკავს სრულიად უცხო ადამიანი და რუსულ ენაზე მელაპარაკება რომ მთავაზობს ნასაჯიში გადასვლას და იმდენად დამაჯერებლად აკეთებს ამას ეს ადამიანი დღემდე ჩემი მეგობარია იმდენად დამაჯერებლად აკეთებს ამას რომ მე ირანში მივფრინავ ვერ ვთანხმდებით და მოვფრინავ უკან და მე ვთანხმდები და ისე მივფრინავ უკან ანუ ერთმა დღემაც ალბათ 8 საათმა შეცვალა ჩემი ყველაფერი 8 საათის მერე მე უკვე ლიბანში ვიქნებოდი მე იქ ომი დაიწყებოდა გიორგი ველესიანი ჩასვლა იქ ისრაელს ვერ გააჩერებდა უნებრივია და ლიბანი დაიბომბებოდა და მალევე დაიბომბა და ნუ ეხა მე იქიდან საიდან გამვითარდებოდა კიდე კაცმა არ იცის ხო მართალია მაგრამ მე ჩემი განვლილი გზით ვამაყობ და მგონია რომ ყველაფერი როგორც გავაკეთე პირველ რიგში ღმერთის ნებით და მე უკვე ალბათ ჩემი მედეგობით შევძელი რომ იქ მოვახერხე მე გზის
გაკვალვა, რომელიც ძალიან რთულია ნებისმიერ უცხოელისთვის. იქ გზის გაკვალვა და პერსეპოლიში მოხვედრა, იმიტომ პერსეპოლისი ნებისმიერიანი რო გააჩეროთ, ყველა მიცის და ყველასთვის ძალიან დიდი გუნდი არის რა. 40 მილიონი გულშემატკივარი ყავს, 91 მილიონი ირანის მოსახლეობა და ახლა შეიძლება ცოტა გაბლაშტული ციფრია, მაგრამ ბევრად ნაკლები არ არის მთელ მსოფლიოში. ხო და ეს ხალხი არის ესეთი კომაგები ამ გუნდისა და შესაბამისად ხა მე ნაკრებშიც რაზეც ვოცნებობდი ის მივიღე და რა თქმა უნდა მადლობა ვილის ანიელს რომ ეს შესაძლებლობა მომეცა და მე უკვე ამის გამოყენება რომ მე მოვახერხე იცი რა ეგეც ერთი რაღაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის და საინტერესო იქნება ჩემი აზრით რა. ერთი ისტორია უნდა მოვყვე საბაკვირკველეზე რომლისგანაც ნებართვაც კი ავიღე რომ ეს მე მეთქვა. საბას ევროპის ჩემპიონატამდე ჰქონდა თირკმლის პრობლემა. რაღაც ესეთი პრობლემა რომელიც პრაქტიკულად მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო იყო. ეს პრობლემა მას საუდის არაბეთში შეექმნა. თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატის ვაიბი იმხელა რომ ყველას უნდა ბუნებრივი აქ თამაში და საბამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მზადყოფნაში ყოფილიყო. აი მართლა შეუძლებელი შეძლო და გამოვიდა ითამაშა პირველი თამაში თურქეთთან, მერე ითამაშა მეორე თამაში ჩეხეთთან, მაგრამ ფიზიკურად აღარ შეეძლო, იმიტომ რომ ის საბა არ იყო, რომელიც ტრავმას ვერ დავრქმევდა, უბრალოდ ავადმყოფობა იყო, ხო? ხო და ამ ფაქტორიდან გამომდინარე მე მომეცა მე უკვე საშუალება სანიოს არ მოუცია ეს მე გარემოება მომცა ეს საშუალება მაგრამ სანიო გამომიძახა და მადლობა მას ამისთვის ხო მე არ უნდა დაუყარგო მას ჩემთან მიმართებაში არც კარგი და ცუდი თუ რამეა პირობითად ხო მე მაგას არც წყენად ვიღებ და არც არაფრად ხო მე პირიქით ვაფასებ ყველაფერს და ნახეთ როგორი პარადოქსია რა რომ ჯერ საბა უდიდესი სპორტსმენია ჩემთვის ხასიათის კუთხით, ანუ მაგ კუთხით, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის თავის სიცოცხლეც ჩემი აზრით რა, შეიძლება ხა ცოტა ვაჭარბებდი, მაგრამ გარკვეულწილად სიცოცხლის რაღაც ჯანმრთელობის რაღაცა რისკის ქვეშ დიდი დოზით რისკის ქვეშ დააყენა და თავის მაქსიმუმი გააკეთა და ალბათ ესე დაალაგდა მე ჩემთვის რომ მეც უნდა მეთამაშა და ის ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები რაც დღევანდელ საქართველოს ნაკრებმა ითამაშა მე იქ მივიღე მონაწილეობა და ამით ვამაყობ უნებრივია სხვა შეიძლება 100 თამაში გქონდეს ზოგს უფრო მეტი ზოგს უფრო ნაკლები მე მაქვს თუ არ ვთქვი 10 თამაში და ეს 10-ი იყო მნიშვნელოვანი ამით რისი თქმა გინდათ რომ შეიძლებოდა პირობითად ვამბობ გათვალისწინება იმის რომ ნაკლებად დამდგარიყო მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ. არა, სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი. არა, აქ სანილის ფაქტორი არის. სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი სადღაც დანებდები გესმის? აი გეუბნებიან რომ იცი რა, არა, ჯანმრთელობა, ექიმი გეუბნება რომ არა, შენ თუ ითამაშებ შეიძლება სერიოზული გართულება მოყვეს, შეიძლება ეს მოხდეს, შეიძლება ის მოხდეს და შენ არა, მე მაინც უნდა ვითამაშო. ვილიმაც მოკიდე ხელი წაიყვანა ექიმთან და ვილიმაც ესე თქვათ დაიხმარა რა სამედიცინო კუთხით საუკეთესო ექიმთან ჩაიყვანა მგონი მიუხედავად თუ არ ვსწრები არა ამას გაარსებით მნიშვნელობა მაგრამ მე მინდოდა უბრალოდ მის სპორტულ ხასიათზე გამესვა ხაზი ხო და მეც ესეთი ვარ გესმით მეც იგივეს ვიზამდი მის ადგილას ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა არ ვიცი ხა როგორ იზამდა მაგრამ ძალიან ბევრი ვერ გარისკავდა ამას მე ამას გავრისკავდი და არის რაღაცები მეც გავრისკე სიმართლე რო გითხრათ რა მეც გავრისკე აი რა გავრისკე გეტყვით საჩემპიონო თამაში ქონდა პერსეპოლის ბოლო თამაში სადაც მესრავს სანჯაყს ვეთამაშებოდით და თუ მოვიგებდით ჩემპიონები ვიყავით თუ წავაგებდით ესტეღლალი იყო ჩემპიონი და ეს ნიშნავდა რომ ჩვენი ფანები გადაგწვავდნენ ამ სიტყვის პრაქტიკულად პირდაპირ გაგებით ხო ხო და მე მქონდა ნაკრებში თამაში ხო მე ერთ თვეში უკვე ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა და მე მივიღე ტრავმა მატჩის წინა ვარჯიშზე საკმაოდ სერიოზული და მწვრთნელმა მითხრა რომ შენ უნდა ითამაშო შენ თუ არ ითამაშებ ჩვენ ვერ მოვიგებთ არ ვიცი საიდან არიან მწვრთნელები რომელსაც რაღაცა წინათ გნობა აქვს და ასე შემდეგ ხო არ ვიცი მე ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება იმიტომ რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ზოგადად ჩემი ევროპის ჩემპიონატზე წასვლა შემდეგ უკან ჩემი ქვეყანა და ჩემი ნაკრებიდან საოცნებოდა ასე შემდეგ ხო მე გავიყიდე 3 თუ 4 ნემცი. ისე რომ ვერ გრძნობდი საერთოდ. ფეხს ვერ გრძნობდი განათულ ტკივილს. თავით გავიტანე გოლი 96 წუთზე. თამაში მოვიგეთ, არ ვიცი. კარგად არ მითა, ის თამაში როგორც მაქსიმალურად როგორც შემიძლია ისე ვითამაშე არც კარგად არც უდად უბრალოდ გოლი გავიტანე რა. თუ სხვა დროს კარგად თამაშობდი, ეგ თამაში ტრავმირებული ვიყავი რა, მაქსიმუმი გავაკეთე ჩემი, მაგრამ გოლი გავიტანე, ეს იმის წინას გზნობიდან გამომდინარე მოხდა თუ რავი, როგორ მოხდა, ესე მოხდა. და მე უკვე ამ ტრავმით ვითამაშე ევროპის ჩემპიონატზე.
ისევ გამოყუჩებლებით. და ორივე მუხლის პრობლემა პლუს ეს ადუქტორი რა ესე თქვათ პახი თუ რას ვეძახით ჩვენ. ხო, აი მაგის პრობლემა საკმაოდ მტკინეულია რა. ხა ეს გულშემატკივარმა არ იცის და არც აინტერესებს ალბათ. ხა შენ თამაშს გამოდიხარ, შენ ვალდებული ხარ, კარგად ითამაშე, მაგრამ შენს უკან რამდენი ტრაუმა დგას, რამდენი ტკივილი დგას, რამდენი აბი გამოყუჩებელი დგას თუ ნემსი დგას, არ აინტერესებს ეგ და ეგრეც უნდა იყოს ესეთი ფეხბურთის ბუნება და უბრალოდ არ მინდა საბა კვირკველეს დაუკარგო ის მონოპოვარი ჩემთვის არის დიდი ღირსეული საქციელი და მადლობა გადავხადო მას სპორტისთვის, თავგანწირვისთვის. დასაფასებელია მსგავსი თავგანწირვა ფეხბურთელის თუ იქნება თუ ნებისმიერი სპორტსმენი სპორტში ზოგადად მსგავსი ესე ვთქვათ თავდადება ყოველთვის დასაფასებელია. ბოლოს ესეთი რუბრიკას ვეძახი ხოლმე ჩვენს მაყურებელს თუ შეგიძლიათ რომ დავუსვათ შეკითხვა სასურველია საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებული თუნდაც იყოს თქვენი თამაშის პერიოდიდან და პირველი სამი ადამიანი რომელიც ისე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხებს სწორად სიმბოლურად ბურთი გადაეცემა საჩუქრად. მაგრამ ჩემი შეკითხვა რომელიც დაისმება ადვილად გადამოწმებადია ინტერნეტში პირობითად. ხო, ახლა დღევანდელ 21 საუკუნეში ყველაფერს მარტივად ამოწმებენ, მაგრამ მე ვთხოვ ხოლმე ყოველთვის მაყურებელს რომ აი გულწრფელად რაღაცა დაგუგბლის გარეშე ვინც ექნება ხოლმე ისეთ სიცოცხლეა მან დაწეროს. აი მაშინ ესეთი კითხვა დავსვათ, რამდენჯერ გახდა გიორგი ლორია საქართველოს ჩემპიონი? გიორგი ლორია რამდენჯერ გახდა? ლეგიტიმური კითხვაა, ხო? არა ეგოისტური. და გიორგი ლორია ცოტა მოვიკითხოთ აუცილებლად სტუდიიდან. ნამდვილად ღირსეული პიროვნება. ნამდვილად. მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ სხვა დროსაც კიდევ შეძლებთ ხოლმე დიდი სიამოვნებით ვისაუბროთ. გაიხარეთ.